საღამომშვიდობის ეთერშია საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ერთობლივი პროექტი ევროპული არჩევანი. მე ვახო სანაია ვარ და წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის თემას. სასამართლო გამჭვირვალობა, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციები, ფოტო და ვიდეო გადაღება სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომელ საპროცესო შეთანხმებები. რამდენად გამჭვირვალეა დღეს საქართველოში სასამართლო სისტემა. დღეს დისკუსია ევროპული არჩევანის სტუდიაში. ეთერშია ევროპული არჩევანი. საღამომშვიდობისა. რამდენად ღია სასამართლო სისტემა დღეს და როგორია არასამთავრობო სექტორის, ჟურნალისტებისა და სხვა სფეროთა წარმომადგენლების დამოკიდებულება. რა პრობლემები იჩენს თავს? არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და იურისტები კვლავაც მიუთითებენ იმაზე, რომ სასამართლო გამჭვირვალობის კუთხით მათ არაერთ სირთულესთან უწევთ ბრძოლა. როგორ მიმდინარეობს სასამართლო რეფორმა ამ კუთხით? შეუძლია თუ არა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს მოიძიოს კონკრეტული ინფორმაცია? სწორედ ამ საკითხების გასარკვევად შევიკრიბეთ დღეს ევროპული არჩევანის სტუდიაში. წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს: ვალერი ცერცვაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლაშა კალანდაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ზაზა მეიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი მშვენიერაძე, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ლინა ღვინიანიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, დავით ასათიანი, ადვოკატი, ლაშა ტუღუში, გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი, ნინო ზურიაშვილი, ჟურნალისტი, სტუდია მონიტორი, კეთევან ვაშაკიძე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელმძღვანელი. ძალიან დიდი მადლობა ყველას გადაცემაში მობრძანებისთვის და მოდით თავიდან მოვისმინოთ თქვენი პოზიცია, ბატონ ვალერი. რა გაკეთდა იმისთვის, რომ სასამართლო იყოს გამჭვირვალე და ის შეკითხვები, რომელიც საზოგადოებას უჩნდება, ძირითადად პრინციპში ჩემს შესავალ სიტყვაშიც იყო წარმოდგენილი. რა კონტრარგუმენტები გაქვთ, ასე ვთქვათ, თქვენ? საღამომშვიდობისა, მოგესალმებით ყველას, მივესალმებ მაყურებელს და ძალიან საინტერესო თემაზე შევიკრიბეთ დღეს ჩვენ სასაუბროთ, ვინაიდან საუბარი არის სწორედ სასამართლოში მიმდინარე პროცესების საჯაროებაზე, სასამართლო რეფორმის გამჭვირვალებაზე და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ სერიოზული პროგრესი არის სასამართლო სისტემაში, ვინაიდან დღეს ფაქტიურად ამას შეგვიძლია ჩვენ განვაცხადოთ, რომ დაინტერესებულ პირს თუ კი ვთქვათ აქვს ინტერესი, რომ სასამართლოში მიმდინარე პროცესების თაობაზე მიიღოს ინფორმაცია, მას ამის პრობლემა ნამდვილად არ აქვს, გარდა ერთი შეზღუდვისა, როდესაც ეს ინფორმაცია არის დახურული კონფიდენციალური, ამ ინფორმაციის გახმაურების წინააღმდეგი არიან თავად მხარეები და ეს ამ ინფორმაციის გამჟღავნება ხელს, ასე ვთქვათ, შეუშლის სასამართლო დამოუკიდებლობის ინსტიტუტს ზოგადად. მე მინდა გითხრათ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არაერთი ღონისძიება განახორციელა ამ კუთხით, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავად და შესაბამისად ასევე სასამართლო სისტემა. ჩვენ პერიოდული შეხვედრები გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომელზეც ძირითადი სასაუბრო თემა გახლავთ სწორედ სასამართლო რეფორმა და ის პროცესები თუ როგორ მიმდინარეობს, რა პროცესები მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში. ჩვენ ასევე კონკრეტული შეხვედრა გავმართეთ უკვე მედია კოალიციის წარმომადგენლებთან და ვისაუბრეთ სწორედ მათი მხრიდან დანახულ პრობლემატიკაზე, თუ რა მეაჩნიათ მათ პრობლემას სასამართლო სისტემაში და ამასთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტები უთხარით მათ და ამ შეხვედრის მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში შევჯერდეთ ერთიან ხედვაზე, ისეთ ხედვაზე, რომელიც შეესაბამება განვითარებული დემოკრატიული ქვეყნის ხედვას სასამართლო სისტემის გამჭვირვალებასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეტაპები, რომელიც ჩვენ გავიარეთ, სწორედ იმას მეტყველებს, რომ ნამდვილად პროგრესი არის, თუნდაც ის რა დღეს, რომ თქვათ, ჩვენ უკვე ტრადიციად დავამკვიდრეთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეხვედრები შუქდება მედიის წარმომადგენლების მიერ და ეს მათთვის წინასწარ ეცნობილია. დღესაც ჩვენ სულ 9 საათის წინ ჩავუტარეთ კიდევ ერთი სხდომა, სადაც მედია წარმომადგენლები ესწრებოდნენ და თქვათ, მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი თვალით დააკვირდნენ, თუ როგორ მიმდინარეობს მაგალითად დღეს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა. ჩვენ უფრო მეცაც ვფიქრობთ, რომ საერთოდ გამოყოთ სპეციალურად მედია ოთახი შევქმნათ, სადაც ჟურნალისტებს ნებისმიერ დროს ექნებათ შესაძლებლობა უფრო კომფორტულ გარემოში და კომფორტულ ვითარებაში იყვნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და დააკვირდნენ, თქვათ,
ჩვენ საქმიანობას, ასევე ძალიან დიდი ასე ვთქვათ ნაბიჯები იდგება ზოგადად სასამართლო სისტემაში, სასამართლოს პრესსამსახურები ძალიან აქტიურად და ინტენსიურად თანამშრომლობენ მედიის წარმომადგენლებთან და მე ვფიქრობ, რომ მათ ნამდვილად არ აქვს პრობლემა ინფორმაციის მოპოვების. გასაგებია, მე მინდა სახალხო დამცველის წარმომადგენელს ვკითხო, აღნიშნა ბატონ ვალერიმ, რომ არის ამ მხრივ საგრძნობი პროგრესი. ეთანხმებით თუ არა ამას და თქვენს შემდეგ მოვისმენთ არასამთავრობო სექტორის პოზიციას. მოგესალმებით პირველ რიგში. ეს თქვა სასამართლოს გამჭირვალობასთან დაკავშირებით შეგვიძლია საკითხი ორ ნაწილად გავყოთ. ერთი შეეხება წმინდა მართლმსაჯულების პროცესში განხორციელებული ინფორმაციის საჯაროების ნაწილს და მეორე საკითხი ეს არის ადმინისტრირებას დაქვემდებარებული ინფორმაციის საჯაროების ნაწილი. ბუნებრივია საზოგადოების ინტერესი მიმართულია როგორც ერთი საკითხისადმი, ასევე მეორე საკითხისადმი და აღნიშნული საკითხები ვთქვათ განსხვავებულ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. პროცესის საჯაროებასთან დაკავშირებით ჩვენ გავიარეთ ეტაპი, როდესაც სახელმწიფომ გარკვეულწილად უარი თქვა ან მოსპოს შესაძლებლობა სასამართლოში მომთორიყო ფოტო და ვიდეო გადაღება და აღნიშნულმა გარკვეულწილად გამოიწვია გულისწყრომა მედია საშუალებების მხრიდან, რათა მათ აღარ ეძლეოდათ საშუალებას უყოფილად გაეშუქებინათ პროცესები, თუმცა დღეს არსებული პრაქტიკა, ეს ვთქვათ, ეს არ არის ახალი საქართველოში გამოგონილი, ასე ვთქვათ, ნოვატორული იდეა, ეს არის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სადაც აკრძალული არის პროცესის გადაღება და მისი ამ სახით გაშუქება. ეს საკამათო თემა იყო თავის დროზე, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. თქვენი აზრით, რამდენად მართებული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება? მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კამათი შესაძლებელია, თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს ორი მხარე. პირველი ის, რომ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი კონკრეტული საქმეების მიმართ და მეორე მხარე ეს არის მხარეები, რომლებიც მონაწილეობენ პროცესში, რამდენად სურს მათ თავად იყოს მათ შესახებ ინფორმაცია საჯარო საქმის განხილვის დროს. საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ინფორმაციის საჯაროების საკითხს არეგულირებს, 51 მუხლი ორ ნაწილად ყოფს, ესე ვთქვათ, საკითხს. პირველი ამბობს, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც არის სახელმწიფო დაწესებულებებში, უნდა იყოს საჯარო, გარდა სახელმწიფო კომერციული და პროფესიული საიდუმლოებისა, ანუ მიიჩნევა, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ამ მტკიცოს, რომ მასთან შენახული ინფორმაცია არ წარმოადგენს სახელმწიფო კომერციულ და პროფესიულ საიდუმლოებას და თუ კი ესეთი არის, უნდა დაამტკიცოს და ყველა დანარჩენი უნდა გასცეს, ხოლო როცა საკითხი შეეხება პირადი საიდუმლოების საკითხს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო პოლიცია არის პირიქით. ანუ თავად მიიჩნევა, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც პირის შესახებ ინახება უწყებაში არის საიდუმლო, თუ კი ისინი არ განსაჯაროდება თავად ამ პირის თანხმობით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში აუცილებელი საზოგადოების საჭიროებისას. აქედან გამომდინარე, ის რომ სასახავ თქვა, რომ უფლების დარღვევა ან რაიმენაირად ლახავს ჟურნალისტის უფლებებს, რომ არ შეიძლება ფოტო და ვიდეო გადაღება სასამართლო პროცესისა, ამის თქვა ბუნებრივია, როგორც უფლებადამცველს არ შემიძლია. თუმცა, რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ ეს არის ის რაც დარჩა, ეს არის ხდებოდეს პროცესების ჩაწერა, აუდიო ჩაწერა, ამის საშუალება არსებობს საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა როგორც ვიცი, ჟურნალისტებს გარკვეული პრობლემები ამ კუთხითაც პროცესებზე ერქმნებოდა და ამის შესახებ გასაგებია, კიდევ დაგისვამ თქვენ შეკითხვას გადაცემის სრულობისას, მანამდე არასამთავრობო სექტორი, ქალბატონ ქეთი, რა შენიშვნები გაქვთ სასამართლო გამჭვირვალობასთან დაკავშირებით თქვენს ორგანიზაციის შემდეგ ახალგაზრდა იურისტ? მე ალბათ ვერ ჩამოვთვლი ყველა იმ შენიშვნას, რაც საზოგადოებას აქვს, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზაცია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი გარკვეულწილად თამაშობს ასეთ როლს, რომ პლატფორმას ხსნის იმისათვის, რომ არასამთავრობო სექტორმა, საზოგადოებამ და ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ დისკუსიის საშუალება. და ეს არის ერთ-ერთი ჩვენი ეხლა მიმდინარე პროექტის ფარგლებშიც ხდება, რომელიც ემსახურება მეტად გამჭვირვალე და მეტად დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებას ქვეყანაში. და ამ პროგრამის ფარგლებში და პრობლემას დაინახავთ ამითი, რომ 30 ორგანიზაცია ერთიანდება კოალიციაში, რომელიც საკითხად აყენებს სასამართლოს გამჭვირვალებას და დამოუკიდებლობას. ამ კოალიციაში შედის ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც არის როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანთა უფლებებზე იბრძვის, ასევე მედია საშუალებები და ასევე არის ადვოკატთა ასოციაციები, არის საზოგადოების სოლიდურ ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს ასოციაციები, რომელიც ბიზნეს ინტერესებს წარმოადგენს. ანუ ჩანს, რომ საზოგადოების ყველა ნაწილს და მოქალაქეებს აქვთ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს აქვთ ძალიან დიდი ინტერესი ამ საკითხის მიმართ. მათ აქვთ ასევე კონკრეტული, ხა მე იმიტომ
მოგიხართ კონკრეტულად ვერ დავხსენებ, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფს სხვადასხვა ის აქვს. ეს არის დამოუკიდებლობა ზოგადად პოლიტიკური, ყველაზე დიდი საკითხია პოლიტიკური და გამჭვირვალობა. მაგრამ ამავე დროს მინდა დავითანხმო გამომსვლელებს, რომ პროგრესაც ვამჩნევთ, იმიტომ რომ როდესაც კოალიცია შეიკრიფა და კოალიცია ასევე აწყობს ფორუმებს, რომლებზეც პატიჟებს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც წესი პირველი ფორუმი ჩატარდა და ამ ფორუმზე უკვე იყო წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე სასამართლოს წარმოდგენილი და ის საკითხები, რომლებიც კოალიციამ დააყენა, მე მგონი ძალიან ყურადღებით მოისმინეს და უკვე გვაქვს რეაქცია ამაზე და ერთ-ერთი საკითხი, რომელიც თქვენ ახსენეთ და რომელიც უკვე დიდი ხანია განხილვის არის, ეს არის გამჭვირვალობა და ჩაწერის გაკეთება და აუდიო ჩანაწერზე იყო აქ საუბარი და როგორც ვიცით, ეხლა მზადდება უკვე რეგულაციები იმისათვის, რომ ჟურნალისტებმა და დამსწრებმა პირებმა შეძლონ უპრობლემოდ ჩანაწერის გაკეთება. და ეს მე მგონი ნაბიჯი არის, რომელიც გადმოდგა იმ როგორც საზოგადოებრივ ხმა მოისმინა სასამართლო ხელისუფლებამ და ერთი ნაბიჯი გადადგა. ისევ და ისევ ჩვენ ძალიან ბევრი საკითხი დგას ამ მიმართულებით სასამართლოს დამოუკიდებლობის, მაგრამ რა თქმა უნდა იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ეს ერთ დღეში გადაწყდება. ამას ნაბიჯ მივყვებით და მე მგონი ყველა ნაბიჯი ხანდახან ძალიან რადიკალურად ვინც არის განწყობილი, ამბობს ხოლმე რომ არა ეს უნდა მოხდეს ერთ დღეში უნდა იყოს პოლიტიკური ნება, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ მე მგონი ჩართულობა უნდა იყოს ყველა მხრიდან და ამ ჩართულობით უნდა მოხდეს რაღაცა კონსენსუსი, მისვლად ნაბიჯ რაღაც პატარა ნაბიჯების გაკეთება. გასაგები ახალგაზრდაებს და წარმომადგენელს რა მოსაზრებები აქვს თქვენს ორგანიზაციას, რა პრობლემებს ამჩნევთ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით სასამართლოებში? კი ბატონო, მოგახსენებთ, გავაგრძელებ ქალბატონი ქეთის მოსაზრებას. ანუ ის პროცესი, ასე ვთქვათ, დიალოგის არის უკვე დაწყებული ერთის მხრივ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის, მეორე მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ძალიან ბევრი საკითხი არის გამოყოფილი, რომელიც ვთვლით, რომ არის პრობლემური და პრინციპში ყველა მხარე თანხმდება უკვე ამ პროცესში გამოიკვეთა, რომ სასამართლო გამჭვირვალობა არის პრობლემა. ეს არის საკითხი, რომელსაც ნამდვილად ჭირდება გადაწყვეტა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია გარდა იმისა, რომ საკითხი არის იდენტიფიცირებული, მნიშვნელოვანია ის, რომ თუ როგორი სიმძაფრით დავინახავთ და სიმწვავით ამ პრობლემას და როგორ მიგვაჩნია, როგორ უნდა გაიზარდოს გამჭვირვალობის ხარისხი იმისათვის, რომ არსებითი ცვლილებები მოხდეს და მოყვეს ამას სასამართლო სისტემაში. ჩვენი მოსაზრებით, პრობლემა, რომელიც არსებობს გამჭვირვალობასთან მიმართებაში, არის ორი სახის, ეს არის კანონმდებლობა, ეს არის პრაქტიკა. ჩვენ შეგვიძლია ორივეზე ვისაუბროთ, ალბათ ჟურნალისტები გაცილებით კარგად ახსენებენ პრაქტიკას. კანონმდებლობაზე მე ჩემს კოლეგებს ვკითხავ, პრაქტიკაში რა ხდება? კი ბატონო, რაც შეეხება კანონმდებლობას, შეიძლება ითქვას, რომ თვითონ კანონი არის მიმართული დახურულობისკენ, ანუ ის ცვლილებები, რომელსაც ბატონი გიორგი ახსენებდა 2007 წელს განხორციელებული, შეიძლება ითქვას, რომ რადიკალურად შეზღუდა მედიის ხელმისაწვდომობა სასამართლო პროცესებისადმი. ანუ კანონმდებლობით პროცესები არის ღია, თუმცა ძალიან რთულია მედიისთვის შესვლა, გადაღება, ფაქტიურად გადაღება ეს არის შეუძლებელი კამერებით შესვლა, რაც შეეხება აუდიო ჩაწერას, კანონმდებლობა ამბობს, რომ ეს არის შესაძლებელი, თუმცა რეალურად ეს არ ხორციელდება. ჟურნალისტების ამბობენ, რომ ძალიან სერიოზული პრობლემებია. კანონის დონეზე პრობლემა არის, რომ აუდიო ჩაწერასთან მიმართებაში კანონი ამბობს, რომ უნდა არსებობდეს ყველა სასამართლოში სპეციალური წესი, თუ როგორ მოხდება აუდიო ჩაწერა. შეიძლება ითქვას, რომ ერთი გამონაკლისის გარდა ასეთი წესი არ არსებობს, ამიტომ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში მოსამართლეები მიმართავენ ძალიან ფართო ინტერპრეტაციებს, თუ უნდა მოხდეს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში აუდიო ჩაწერა და პრინციპში ეს უფლება არის შეზღუდული და კანონმდებლობა გარკვეულწილად იძლევა ამის საშუალებას. რაც შეეხება კამერებით შესვლა სასამართლო პროცესზე, აქ არის პირდაპირ კანონში ჩანაწერი, რომ კანონმდებლობა კრძალავს, თუმცა ახალგაზრდათა ასოციაციის პოზიციით სასამართლო გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით უნდა იქნეს აღდგენილი, ღიობისკენ უნდა იყოს მიმართული აუდიო ვიდეო ჩაწერა სასამართლოს ხდომების და ეს რეგულაციები უნდა ჩაიდოს კანონმდებლობაში. ანუ პრაქტიკა, გარკვეულწილად ის უარყოფითი ნეგატიური პრაქტიკა გამოწეული არის კანონმდებლობით, თუ კანონმდებლობაში ამ დახურულობის ტენდენციებს, ასე ვთქვათ, არ შევცვლით ღიობისკენ, შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები არ იქნება გასაგები. ბატონ ზაზა, კანონმდებლობასთან დაკავშირებით მოისმინეთ მოსაზრება, რა შეგიძლიათ უპასუხოთ და შემდეგ ბატონ ლაშასაც მივცემ სიტყვას. დიდი მადლობა, მოგესალმებით ყველას და შევეცდები პასუხი გავცე იმას, რომ თქვათ კანონმდებლობა რადიკალურად შეზღუდა მედიისათვის მისი მხრიდან საქმიანობის განხორციელება. დაახლოებით ასეთი იყო პირველი არგუმენტი, რომელიც მე ჩვენ მოვისმინეთ საუბარი იმაზე, რომ კანონმდებლობამ 2007 წლიდან მედიას აუკრძალა გარკვეულწილად ვიდეო გადაღება. თუ ჩვენ ვიდეო გადაღებას პირდაპირ გაგებით
ვახტენთ და მოვახტენთ ამის გაიგივებას ზოგადად მედიისთვის უფლების აკრძალვაში, მაშინ ასეა, მაგრამ კითხვა უნდა დავსვათ, ეს არის სინამდვილეს შეფერება თუ არა. ყველა პროცესი, რომელიც არის ღია, ანუ რომელიც კანონის მიხედვით არ არის დახურული, ავტომატურად ღიაა ნებისმიერი ჟურნალისტისთვის, ისევ როგორც ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია შებრძანდეს ნებისმიერ პროცესზე, დაესწროს ამ პროცესის მიმდინარეობას, მიიღოს მისთვის საჭირო სასარგებლო ინფორმაცია, მოინიშნოს იგი, გარკვეულწილად სხვადასხვა ფორმით გამოხატოს ეს ყველაფერი თავის, ასე ვთქვათ, ჩანაწერებში იქნება თუ აუდიო ჩაწერებში და ამაზეც მოგვიანებით გავცემ პასუხს და ასე მიიღოს ინფორმაცია. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვიდეო კამერები სხდომის დარბაზში არის საშუალება იმისა, რომ ჟურნალისტებმა იმუშაონ სრულყოფილად, მაშინ ეს ასეა, მაგრამ მე ვფიქრობ, ვიდეო კამერები არის ნაწილი საშუალება იმისა, რომ ჟურნალისტებმა გააშუქონ პროცესი, მაგრამ ვიდეო კამერა პროცესზე შესული იღებს გარკვეულ სიუჟეტურ, ასე ვთქვათ, ინფორმაციას და საბოლოო ჯამში ვიდეო კამერით მომზადებული მასალა ნებისმიერ ტელევიზიაში საინფორმაციოში გადის 30-40 წამი. მაქსიმუმ ეს შეიძლება იყოს ფრაგმენტი ვინმეს ჩვენების, მაქსიმუმ ეს შეიძლება იყოს ფრაგმენტი ვინმეს მოქმედების, კამერის დანახვით, ასე ვთქვათ, გააქტიურებული ამა თუ იმ მხარის წარმომადგენლის და ასე შემდეგ. ბუნებრივია სრულყოფილი ეს ინფორმაცია ვერ იქნება. სრულყოფილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხდომის გახსნის მომენტიდან სხდომის დახურვამდე, განაჩენის გამოცხადებამდე, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებამდე და ამის გაანალიზების შემდგომ გაკეთდება სიუჟეტი. ჩვენ ამ თამაშის წესებით არ ვმოქმედებთ. ყველას გვაინტერესებს ინფორმაცია მივაწოდოთ დღეს. ამიტომ თუ ჩვენ ორიენტირებას ვახდენთ, რომ ვიდეო კამერების აკრძალვა არის, ასე ვთქვათ, გამჭვირვალობის ხელყოფა, ასაკვირველია, სწორი არ არის ჩემს მოსაზრებით, იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და არის პროცესები, რომელსაც თავად ჩვენი საშუალებით ვიღებთ და ვაწვდით ტელევიზიებს იმ კონკრეტულ ამა თუ იმ მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც სასამართლო თვლით საჭიროს გარკვეული შუამდგომობის საფუძველზე ან და საკუთარი ინიციატივით. ერთი შეკითხვა ბატონო, თქვენი აზრით ის რომ კამერების შესვლა სასამართლოს სხდომაზე აიგრძალა, ამან გაზარდა სასამართლოსადმი ნდობა თუ პირიქით უფრო დაწია? მე მესმის თქვენი არგუმენტი, თქვათ რატომაც არ უნდა იყოს კამერა სხდომათა დარბაზში, მაგრამ ნდობა გაზარდა თუ დაწია სასამართლოს? კი ბატონო, ორი კამერებისთვის, ასე ვთქვათ, პირდაპირ თავისუფლად შესვლა სხდომის დარბაზებში აიგრძალა 2007 წლის 11 აგვისტოდან. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, 2011 წლის მონაცემებით ნებისმიერი კვლევის საფუძველზე სასამართლოს ნდობა გაცილებით მაღალია, ვინმე ეს იყო 2007 წელს. ჩემი პასუხი იქნება ეს. აქ რასაკვირველია, პირდაპირ შეიძლება ეს არ იყოს მიბმული კამერებზე და ასე ვთქვათ, სხვა მოცემულობაზე, იმიტომ რომ ამის კვლევას არავინ არ ატარებს, რამდენად არის ეს დაკავშირებული კამერის აკრძალვასთან ან რამდენად არის დაკავშირებული სხვა თუ ინსტიტუციონალურ ცვლილებასთან, მაგრამ ზოგადი ტენდენცია, რომ ყოველწლიურად იზრდება ნდობა სასამართლოს მიმართ და მით უმეტეს 2007-სა და 2011 შორის ეს ზოგადი ტენდენცია არის და გაუმჯობესებულ მდგომარეობაში გასაგებია. ჟურნალისტებს მინდა ვკითხო, ნინო, რა პრობლემა მოისმინე ბევრი მოსაზრება, რა პრობლემები გვხდება სასამართლოსთან დაკავშირებით, როდესაც ინფორმაციის მოპოვება გსურს ან გაშუქება ამა თუ იმ პროცესს. დიახ. აქ ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მიდის საუბარი და მე ვისურვებდი, რომ ორივეზე მომეცეს პასუხის გაცემის საშუალება. შეიძლება ერთად, შეიძლება ცალ-ცალკე თქვენი გადასაწყვეტია. ნახოთ პირველი, ანუ ერთი არის არსებული სტანდარტი, არსებული კანონმდებლობა, რამდენად სწორად, კარგად და სამართლიანად სრულდება და რამდენად კმაყოფილი ვართ ჩვენ აღსრულების პროცესით და მეორე არის დაწესებული სტანდარტი, რამდენად, ასე ვთქვათ, რამდენად რელევანტურია, რამდენად სწორია და რამდენად სამართლიანია არსებულ ვითარებაში. ანუ ის რომ ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა, ფოტო გადაღება პრაქტიკულად აკრძალულია. რომელზეც გნებავთ პირველი საკითხით, ხო? მე მიმაჩნია, რომ
ცალკე აღებული, ასე ვთქვათ, განხილვა იმისი, რომ ეს ასე ვთქვათ, რამდენად სწორია თუ არ არის სწორი ვიდეო გადაღების აკრძალვა, ასე ვთქვათ, არ შეიძლება. ეს საკითხი უნდა იქნას განხილული სასამართლოს ნდობასთან ერთად, რამდენად მაღალია რეიტინგი. ბატონმა ზაზამ ბრძანა, რომ 2007 წელთან შედარებით მოიმატა რეიტინგმა. თუ ნებას დამრთავთ, ორ წინადადებას წავიკითხავ, სულ ახლახანს გამოქვეყნებული საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული კვლევიდან. პრაქტიკაში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი ამცირებს მის უნარს მოახდინოს აღმასრულებელი შტოს საქმიანობის ეფექტიანი მონიტორინგი. როგორც ორგანიზაცია Freedom House-ი აღნიშნავს, სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას პროკურატურის მუდმივ ზეწოლას განიცდიან. სისხლის სამართლის საქმეების გამამართლებელი განაჩენები ფაქტობრივი არარსებობა აჩენს მნიშვნელოვან ეჭვებს, რომ სასამართლო ხელისუფლებას არ შეუძლია საჭიროების შემთხვევაში პროკურატურას წინააღმდეგობა გაუწიოს. ასევე კერძო ასეთი დასკვნაც არის, რომ სასამართლოებში სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმის მოგება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, თუ საქმეში კერძო პირებს, თუ საქმეში ძლიერი სამთავრობო უწყებები ან პოლიტიკური ინტერესი არ ფიგურირებს. ძლიერი სახელმწიფო უწყებებია ჩართული, ან პოლიტიკური ინტერესი არ ფიგურირებს. აი ეს არის სულ ახალი კვლევა, რომელიც დღეს თუ 2 დღის წინ დაიდო ვებგვერდზე. მე ვფიქრობ, რომ ეს კვლევა და ეს შეფასება არ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაცა სერიოზული ზრდა გვაქვს სასამართლოს რეიტინგებში და მიმაჩნია, რომ აკრძალვა ფოტო, ვიდეო გადაღებისა სასამართლოში არ ახდენს მასზე დადებითზე გავლენას. სასამართლოს ნდობა, როდესაც არის ასეთი დაბალი, მე ვფიქრობ, რომ სწორედაც მათი ინტერესი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს. აი ბატონი ზაზა ბრძანებს, რომ ღია სასამართლო პროცესი. ღია მე დავესწრები იმ სასამართლო პროცესს, მაგრამ მე ხო ჩემი საკუთარი ცნობის მოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის არ მივდივარ იმ პროცესზე. მე მინდა რომ ინფორმაცია გამოვიტანო მაყურებლისთვის. მე მინდა რომ ინფორმაცია სხვამაც ისევე მიიღოს, როგორც მე ის მაგრამ ინფორმაციის გასაგებია გადაღება არ შეიძლება ვიზუალურად, მაგრამ ინფორმაციის მიწოდება ხომ შეგიძლია, როდესაც თქვა ჩაიწერ რა მოხდა სასამართლო პროცესზე და ამას მოყვებით თქვა ან სტატიაში, ან სატელევიზიო სიუჟეტში. ჟურნალისტი ბრძანდებით ვახო კი, მე მესმის ეს აბსოლუტურად ბოლის სასამართლო. აჩვენებ მეორე. რასაკვირველია, მაგრამ როდესაც არგუმენტი არის, რომ თქვა პროვოცირებას უწევს რომელიმე მხარეს, როდესაც ვიდეო კამერა ირთვება. ამის საპირისპირო არგუმენტი რა შეიძლება გქონდეს შუა? პროვოცირება თუ ასე ეშინიათ და ასე ვთქვათ რედაქციულ შენიშვნებს გვაძლევენ ჟურნალისტებს, მოსამართლეები, რომ აი ამას აშუქებ და იმას არ აშუქებ, მაშინ ნდობის ამაღლებისთვის მათ შეუძლიათ ტექნოლოგიური საშუალებები, დღეს იძლევა ყველაფრის საშუალებას, შეუძლიათ თვითონ გადაიღონ და ვებგვერდზე დადონ თავისი მთელი პროცესი. თუ საჭირო არის, თუ რაღაცა დახურულია პროცესი, მაშინ გასაგებია, არც კი ვსაუბრობ. მაგრამ თუ არის ისეთი შემთხვევა, შეუძლიათ სახეზე დაფარონ ან რაღაც მსგავსი გააკეთონ. თუ მაინდა-მაინც არ გვენდობიან. და კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ როდესაც საუბარია აუდიოს ჩაწერაზე, აუდიოს ნებართვაზე, მსგავსი ეს კანონით დაშვებულია, მაგრამ ესეც არ ხდება. ყველა საჭირო შემთხვევაში, მაშინაც კი როცა მე მაგალითად წარმოვადგენდი როგორც მხარეს, ჩვენც კი არ მოგვცეს საშუალება, რომ პროცესი ჩაგვეწერა. მეცაც გეტყვით, ერთ ძალიან კურიოზულ, არა ერთ, არამედ რამდენჯერმე მოხდა მსგავსი შემთხვევა. ჩვენი მეგობარი საბა წიწიკაშვილი პასტით იწერდა ფურცელზე სასამართლოს მიმდინარეობას და სტენოგრამირების უფლება არა გაქვსო და ხელიდან წაართვეს ფურცელი. მე საბამ თქვა, რომ მე ხელის გულზე გავაგრძელე რიცხვების და მონაცემების ჩაწერაო. აი აქ ასეთი აქამდე ვართ მისული. ბატონ ლაშა, რა პრობლემები ექნებათ თქვენი რედაქციის ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის გაშუქებასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით? ცით მარტო ჩვენი რედაქციის ჟურნალისტების პრობლემა არ არის. მე მინდა მაინც თქვა რასთან აქვს საქმე, იმიტომ რომ ეს ზოგადი და ძალიან კონკრეტული სურათი თუ არ შევაფასეთ, ისე არ გამოვა. ასე თქვა ვერ მიხვდებით რას ვაკეთებ და რას გულისხმობთ, ხომ? ხლა გაიჟღერა პროგრესმა, სიტყვა, ხა მე რა თქმა უნდა ყოველთვის მივესალმები საუბარს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დიალოგი, თუმცა რა არის პროგრესი? 2007 წლამდე იყო ღია სასამართლო, როგორც გაზეთის ჟურნალისტებისთვის
სამუშაო თვალსაზრისით, თორე ის რომ მე შემიძლია მივიდე დავესწრო სასამართლოს, ეს არ არის ჟურნალისტისთვის ღია, ეს არ არის სრულფასოვანი, იმიტომ რომ ჟურნალისტს აქვს თავისი ტექნოლოგიები, თავისი შესაძლებლობა, მან უნდა ინფორმაცია გაეტანა, ხა ხელი ჩაწერა და ხა სისხლით დაწეროს იმაზე, ხელის გულზე, ხა ეს არ არის ჟურნალი თანამედროვე 21 საუკუნეში არის მისი შესაბამისი ტექნოლოგიები. საზოგადოებას აინტერესებს ზუსტი ინფორმაციის მიღება. არ შეიძლება ჟურნალისტის, ასე ვთქვათ, შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე ხდებოდეს. მან უნდა კაფეო დააფიქსიროს, მან უნდა ფაქტებით ილაპარაკოს და ფაქტი არის კონკრეტული ვიდეო, აუდიო და ასე შემდეგ და ფოტო მასალა. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჟურნალისტი თუ მხოლოდ მის მეხსიერებას დაეყრდნობა, ეს არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტსაც ვაგდებთ იმ სიტუაციაში, რომ ის წინასწარ განწირულია, რომ შეცდომას დაუშვებს და საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს. ყველას ვაყენებთ უხერხულ სიტუაციაში, იმიტომ რომ ჟურნალისტი ამ შემთხვევაში ძალიან სუბიექტური იქნება რა. მოსამართლის მიმართ, მოწმის მიმართ, პროცესის მიმართ, ხარების მიმართ და ეს არ არის სწორი მიდგომა. ეხლა მეორე რაც შეეხება პროგრესს, მე მინდა დავუბრუნდე 2007 წელს იყო საკმაოდ მაღალი ხარისხის გახსნილობა. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი მიდგომა, შესაძლოა ტექნიკურად დასახვეწი იყო ვითარება, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში ყველაფერი ისე არ იყო, რომ ხელი შეეწყო სასამართლო პროცესისთვის. თუმცა ეს პრობლემა არ უნდა გადაწყვეტილიყო ესე, რომ მოჭრეს და აღარავის აღარ უშვებენ შიგნით. სხვანაირად უნდა მიიღო სხვა ტიპის გადაწყვეტილება, უნდა მოგვეწესრიგებინა სასამართლო დარბაზებში ჟურნალისტების საქმიანობა და ასე შემდეგ. და ჩვენ მივიღეთ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ პრობლემებს ქმნიდა სხვა საქმე, მათ შორის გახსოვთ ზუსტად ეს ემთხვევა გირგულიანის საქმეს და ასე შემდეგ. ეს ჩემი აზრით არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ეხლა რაც შეეხება პროგრესს, ეხლა რასთან აქვს საქმე? მოვშალეთ მთელი პოზიტივი რაც იყო გამჭვირვალეობის თვალსაზრისით. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი სტანდარტი, დავიხიეთ, გადავარდით იმაზე უკან, ვიდრე შევარდნაძის პერიოდში იყო და შევარდნაძის პერიოდში გაიხსნა სასამართლოები და ეხლა დავიწყეთ ლაპარაკი, რომ რაღაცა მილიმეტრებით წინ წავიწიოთ. ეხლა მე არ მგონია, რომ ეს მაინდა-მაინც დიდი, ასე ვთქვათ, პოზიტიური შედეგია. თუ მოახერხეს და ერთ დღეში და ერთ თვეში დაანგრიეს მთელი ეს გამჭვირვალეობის მაღალი ხარისხი, ასევე შეუძლიათ ერთ თვეში და ერთ დღეში აღადგინონ ის არც ისე დიდი, ამას არ ჭირდება ძალიან დიდი ველოსიპედების და რაღაცების გამოგონება. ძალიან მარტივი გადასაწყვეტია ეს საკითხი. ამიტომაც ვამბობ, რომ ჩვენ ძალიან პრინციპულია, რომ დავაბრუნოთ საზოგადოების ინტერესი სასამართლოს მიმართ და საზოგადოების ინტერესი და ნდობა სასამართლოს მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება რეალურად მაღალი, თუ იქნება მაღალი ხარისხის გამჭვირვალეობა. ეხლა ჩვენ თუ მივიღებთ მხოლოდ ისეთ მაგალითებს, რაც არის ზოგიერთ ქვეყანაში და რაღაცა განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა იქაც განსხვავებული მიდგომები, ახლა ვადონებთ ამის წინ საუბრობდი, მაგალითად უკრაინაში ხო არ არის ახლა ბრიტანეთი და ესეთი მაღალი დემოკრატიის თვალსაზრისით, ხო, მაგრამ ტიმოშენკოს პროცესს მე უყურებდი პირდაპირ ეთერში უკრაინის სასამართლოდან. აზერბაიჯანში შედიან ჟურნალისტები, კამერები და იქ აკეთებენ გადაცემა. რა გახდა ახლა საქართველოს რატო ვარ ჩვენ ახლა კიდევ უარესი სიტუაცია გვაქვს, რატო გვაქვს, რატო უნდა გასაგებია, კარგით, მოვისმინოთ აი ამ ვთქვათ შეკითხვებზე და პრეტენზიებზე, რაც ჟურნალისტებს გვაქვს და მეც მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ჩემთვის როგორც ტელეჟურნალისტისთვის უკეთესია, სადაც შევალ ყველგან შევიდე კამერით, ეს ძალიან ბუნებრივია, მაგრამ ნუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს და ბატონმა ლაშამ თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ბატონ ლაშა, რას უპასუხებთ? მოგესალმებით. თავდაპირველად მსურს ყურადღება გავამახვილო იმ საკითხთან მიმართებაში, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით აკრძალულია ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება, თუმცა კანონმდებლობა აქვე ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევას. კერძოდ ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია ნებადართულია იმ შემთხვევაში შესაძლებელია თუ ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. კანონში ასეთი ჩანაწერი სწორედ გულისხმობს იმას, რომ როდესაც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, სასამართლო უფლებამოსილია გაავრცელოს და მოახდინოს მისი ვიდეო გადაღება და შემდეგ გავრცელება საზოგადოებაში. ხოლო რომელი კონკრეტული საქმის მიმართ აქვს საზოგადოებას ინტერესი, რა თქმა უნდა, ამის შემფასებელი და გადამწყვეტი მოცემულ შემთხვევაში არის თვითონ სასამართლო. ასე რომ ვერ ვიტყვით, რომ საერთოდ აკრძალულია და საერთოდ ტრანსლაცია ვიდეო გადაღებით ინფორმაციის მიღება საზოგადოებას არ შეუძლია.
რაც შეეხება ხელნაწერების ჩანაწერების გაკეთება სასამართლო პროცესზე, ეს საქართველოს კანონმდებლობითაც არის დაშვებული და პრაქტიკაშიც რეალურად ასე ხორციელდება. არანაირი ხელნაწერის გაკეთება და ასევე ჩანახატების გაკეთება აკრძალული არ არის და პრაქტიკაშიც ვერ ვფიქრობ, რომ ასეთ მოვლენა შეიძლება, ასეთ ფაქტ შეიძლება კონდეს ადგილი. რაც შეეხება აუდიო ჩაწერაც არის გამტკიცებული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მხარეებს და ნებისმიერ პირს, მათ შორის ჟურნალისტებსაც შეუძლიათ აუდიო ჩანაწერა განახორციელონ სასამართლოში და სხდომის მიმდინარეობის დროს. თუმცა აქ არსებობს გამონაკლისი და ეს გამონაკლისი არის ისეთ შემთხვევებთან დაკავშირებული, როდესაც აუდიო ჩანაწერის განხორციელებამ შეიძლება ხელი შეუშალოს საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას და თვითონ დააზარალოს პროცესის მონაწილეთა ინტერესები. თუ აი ასეთ შემთხვევასთან არ გვაქვს ადგილი, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში აუდიო ჩანაწერის გაკეთება არის ნებადართული და პრაქტიკაში აი ამ შემთხვევებთან ჩვენ არაერთხელ გქონია ადგილი. ბატონ ვალერი. ფაქტობრივად ამ თემაზე ჩემო კოლეგებმა საკმაოდ ამოწუროთ ისაუბრეს. და მე ერთ რამეზე გავამახვილეთ ყურადღებას, როდესაც აქ გაიჟღერა, რომ მოდით საზოგადოებრივი ინტერესი შემოვატრიალოთ სასამართლოსკენ და დავაბრუნოთ საზოგადოების ინტერესი სასამართლოსკენ. მე ვიტყოდი, რომ ეს ჩემი აზრით არ არის სწორი მიდგომა. ანუ ამოცანა იმაში კი უნდა მდგომარეობდეს, რომ ვინმეს ინტერესი გავაღვიოთ, ან დავაბრუნოთ, ან გავაჩინოთ სასამართლოს მიმართ. ამოცანა უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ არსებული ინტერესი დაკმაყოფილდეს მაქსიმალურად იმის გათვალისწინებით, რომ ინტერესის სფეროს ობიექტიც ყოფილი იყოს და მეორე მხრივ არ შეილახოს მართლმსაჯულების ინტერესები. ეს არის რო ვიტყვი ქვაკუთხედი ამ საკითხში და მე მგონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემა არის, რომ ასე ვთქვათ, კამერების სასამართლოში შესვლის პერიოდში ჩვენ სახაზე გქონდა ძალიან სერიოზული პრობლემები, კერძოდ სასამართლოზე ფსიქოლოგიური და საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან პირდაპირ გაგებით ზეწოლის ელემენტები. და სწორედ ამ ზეწოლას ახორციელებდნენ ძალიან კარგად სწორედ ტელეკამერების მეშვეობით ის ადამიანები, რომელთაც ამის სურვილი ჰქონდათ. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრის გარ, რომ მოსამართლე სხვადასხვა ფორმით ან ტელეკამერების მეშვეობით ან თქვა სხვადასხვა ურთიერთობის ფორმით ზეწოლის ქვეშ უნდა მოექცეს, მაგრამ ერთი რამე ცხადია, რომ ტელეკამერის წინაშე ყველა ადამიანი ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ფსიქოლოგიურად განიცდის. ბატონ ვალერი, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორც აღნიშნა ბატონ ვალაში? მე ნამდვილად შორს ვარ, ასე ვთქვათ, სრულყოფილი შეფასება მივიცე პარლამენტის გადაწყვეტილებას, ეს რა ფორმით მიღებული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმას, რომ სასამართლოში პროცესები განვითარებული იყო ცივილიზებული გზით და არა ისეთი გზით, როგორც ეს მიმდინარეობდა. და როდესაც ჩვენ საუბრობთ აზერბაიჯანის და უკრაინის მაგალითზე, მე ძალიან გამეკვირდა, მე ვიფიქრე, რომ ამ დარბაზში გაიჟღერდა ვთქვათ განვითარებული ევროპული ან ვთქვათ ამერიკის ქვეყნების მაგალითები და ჩვენ მოვიყვანოთ აზერბაიჯანის და უკრაინის მაგალითი. მე ვფიქრობ, რომ ეს მართლაც არ არის ახალი ველოსიპედი, ეს არის სწორედაც რომ დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვიდრებული წესი, რომელიც მნიშვნელოვან წილად არის განპირობებული სასამართლო დამოუკიდებლობის ინტერესებიდან გამომდინარე. ვინაიდან თუ სასამართლო დამოუკიდებლობის ინტერესები არის შელახული, თავისთავად ცხადია, იქ ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებაზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ამიტომ ჩვენი ამოცანა მე ვფიქრობ არ არის ის, რომ თქვათ ვიმსჯელოთ კერძოდ ტელეკამერებმა რა შედეგი გამოიწვია სასამართლოს გამჭვირვალობის კუთხით, არამედ ჩვენ რეალურად შევაფასოთ მართლაც ის პროგრესი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ და ნდობის ხარისხი, რომელიც აქ იქნა ნახსენები, რომ ყოველწლიურად იზრდება სასამართლოს მიმართ, ეს არის რეალური ციფრები და მოყვანილი ასე ციტატები, რომელიც ჩვენ აქ მოვისმინეთ, ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოში ნდობის ხარისხი არ მაღლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია კვლავაც გარკვეული პრობლემები არსებობს და ჩვენ ამას ვაღიარებთ, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ მეორე საკითხია ეს პრობლემები რამდენად რეალურად არის დანახული და ხომ არ არის გაზვიადებული და რამდენად ასე ვთქვათ მიუკერძოებელი ადამიანების შეფასება გაკეთებული და მეორე არის ის, რომ ცალსახა არის, რომ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ სასამართლოში მოქალაქეების ნდობა იზრდება.
რაოდენა პარადოქსულიც არ უნდა იყოს ეს მოხდა ტელეკამერების აკრძალვის შემდეგ. და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს პირდაპირ არ უკავშირდება ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამან ვერ მოახდინა ისეთი გავლენა, რომ სასამართლოში დობის ხარისხი შემცირებული. გასაგებია, ნინო სურს რაღაც თვას. კი ბატონო. ის რომ ეს იყო აკრძალვა იყო სწორედ გაშუქების და ჟურნალისტების წინააღმდეგ ისიც მოქმედებს, რომ ის ფაქტიც მოქმედებს ამაზე, მეტყოლებს ამაზე, რომ აკრძალული უკვე იყო ოღონდ ასეთი ჩანაწერი იყო საერთო სასამართლოების კანონში, რომ აკრძალულია გადაღება სასამართლოს შენობაში, დარბაზში და ჰოლში, ასე ვთქვათ, არ შეიძლებოდა გადაღება, მაგრამ სასამართლოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით ჟურნალისტები გააძევეს ეზოდანაც. თუ საუბარი არის სტანდარტზე. ჯერთი აქ აზერბაიჯანი ლაშავ, იმიტომ კი არ მოიყვანა, რომ აზერბაიჯანზე გვაქვს სწორება მაინც და მაინც, არამედ იქაც კი ღია არისო უკვე და საერთოდაც ტენდენცია მიმართულია გაღიავებისკენ და სასამართლოს გახსნისკენ. ამერიკის შეერთებული შტატები იყო მოყვანილი, სადაც მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, სადაც შტატების ნახევარზე მეტი უკვე ასე ვთქვათ, მე პირადად დასწრები ვარ კენტუკის სასამართლოში, სადაც პროცესს პირდაპირ ეთერიც მიდიოდა და ასე ვთქვათ, ჩანაწერებიც კეთდებოდა. მეორეც ერთ ტესტზე ვსაუბრობდი ზუსტად, რომ ეზოდანაც კი აძევებდნენ კამერას. ეზო არ იყო აკრძალული, მაგრამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით კამერიანი ჟურნალისტები ეზოდანაც გააძევეს. ეს ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ შემთხვევით ვინმეს არ გადავყროდით და რაღაცა ინტერვიუ არ ჩამოგორთა. რაც ეს სტანდარტი სად არის გითხრათ? თუ საუბრობთ ევროპაზე, თუ საუბრობთ სიტყვაზე ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სად გინახავთ, რომ ეზოში იკრძალებოდეს კამერა? გასაგებია, ბატონო. უბრალოდ გავაგრძელებ იმ თემას, რა თქმა უნდა, ამერიკა ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე მაღალი გამჭვირვალების სტანდარტის ქვეყანა. იქ ახლა თუ ალბათ გააქვთ საშუალება თბილისშიც უყუროთ CNN-ს, რომელიც ლამის ყოველდღე თუ არა ძალიან ხშირად აშუქებს სასამართლო დარბაზიდან ჯექსონის სიკვდილთან დაკავშირებულ საქმეს, რომელზეც ბრალი ედება, იცით ალბათ, ხო, მის ექიმს, რომ მან რაღაცა იქ წამალი ბიცა, დოზა მეტი და ასე შემდეგ. ეხლა ამას მთელი ამერიკა უყურებს და ეხლა მე მართლაც იმიტომ მოვიყვანე ეს მაგალითები, რომ ისეთ ქვეყნ ჩვენ მსგავს და ზოგიერთ შემთხვევაში რომ ამბობთ უფრო მეტად დემოკრატიული ქვეყანა ვართ, ისეთ ქვეყნებშიც კი არის, ხერხდება ასე ვთქვათ, კამერების მუშაობა და ჟურნალისტების მუშაობა სასამართლო დარბაზებში და მე არაფერს ვამბობ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპეციალურად მოვიყვანე ეს მაგალითი. ეხლა იცით რა არის ძალიან მარტივი საქმეა ეს ყველაფერი, ძალიან მარტივად დგას საკითხი. თუ ჩვენ გვინდა, მე როცა შემოbrunებას ვამბობდი, გულისხმობ იმას, რომ უფრო მეტი ხარისხის დობა იყოს სასამართლოს მიმართ, უფრო მეტად ენდობოდნენ მოსამართლეებს, უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებული ადამიანები რა ხდება სასამართლოებში და როგორია ჩვენი მასაჟო, რა პრობლემები გვაქვს, რა გვიჭირს, რა გვტკივა, რა სად გვაქვს პროგრესი, სად არ გვაქვს, რას ვნალავთ, რას ხურავთ, მე არ მესმის და სხვათა შორის თუ სასამართლოებს არ აქვს სურვილი რომ შემოაბრუნონ საზოგადოება და ინტერესი ქონდეთ კი, მაგრამ ამდენი ფული რო იხარჯება სხვადასხვა ტელევიზიებში, სოციალური რეკლამის ასე ვთქვათ, თვალსაზრისით უამრავი რაღაც მილიონებს რო ხარჯავდა იქ სასამართლო და რაღაცები რო მიდის ეს სოციალური რეკლამა, რატო იხარჯება? მათ შორის სხვა შორის უზენაეს სასამართლოც აკეთებდა ესეთ რაღაც, მათ შორის სპონსორობასაც ახდენდა რაღაც რატო აკეთებთ მაშინ თუ თქვენ არ გაინტერესებთ და ბუნებრივია რომ სასამართლოს აინტერესებს, ბუნებრივია რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს ინტერესი აჩვენოს საზოგადოებას ის თუ რას აკეთებს და მარტო თქვენი აი რაც ეხლა წერია ის ასე ვთქვათ იმ კანონში რომ სასამართლოს თვითონ აქვს უფლება აჩვენოს თუ რა ხდებოდა პროცესზე, ну მაშინ იგივე პრობლემის წინაშე დგებით. ხა თქვენ რასაც აჩვენებთ სიტყვაზე სასამართლო თქვენ ტელევიზია ხო არა ხართ, ანუ თქვენი მხრიდან დანახულს წარუდგენთ მედიას, ხო, ანუ ტენდენციური ამ შემთხვევაში მოსამართლეც სასამართლო ხა თქვენ ხო არ იცით ეს მედია პროდუქტის კეთება, ამიტომ ვამბობ რომ
ჩვენ უნდა კონდეს თანამედროვე მიდგომა, რომ თუ გაზეთს საინტერესებს, გაზეთმა უნდა და არ უნდა კონდეს პრობლემა გაზეთის ჟურნალისტებს, რომ თხოვდნენ გაუთავებლად ჩავთავ დიქტაფონს, არ ჩავთან, ვიღაც თავზე დაგადგება, არ დაგადგება. ტელევიზიას უნდა კონდეს საშუალება, რომ კი ბატონო, თუ თქვენ არ გინდათ, რომ კამერა იყოს შიგნით და არენდობით ჟურნალისტს იქ რაღაცა ცუდს ჩაიდენს კამერიანად, კი ბატონო, მოაწესრიგეთ, აი როგორც მთავრობამ თავის ძროზე გააკეთა, იყოს გამოყოფილი ოთახი, თუ იუსტიციის საბჭოში სპეციალური ოთახია გამოყოფილი ჟურნალისტებისთვის, სასამართლოშიც გამოყავით ოთახი და იქ იყოს ტრანსლირება და ნებისმიერი ტელევიზია, რომელსაც აქვს სურვილი, გადაიწერს და არ მოხდება არანაირი წესრიგის დარღვევა სასამართლო დარბაზში. სულ ეს მესმის, რომ აი წესრიგს არღვევენ თურმე ეს უზდელი ჟურნალისტები. კი ბატონო, ჩავიდნენ ქვემოთ გააკეთონ და მიეცით საშუალება, რომ პირდაპირ ეთერში უყურონ და გადმოიწერონ. აი ეს იქნება რეალური ღიაობა მაღალი სტანდარტის და ჩვენ თუ გვინდა გავუსწორდეთ და ვიყოთ ისეთივე მაღალი სტანდარტის დემოკრატიული ქვეყანა, როგორიც არის დასავლეთში, მაშინ რაღაცეები უფრო მეტად უნდა გავაკეთოთ, მეტი გამჭირვალეობა. გასაგებია, ბატონ ზაზა, გვიპასუხებს ამ საკითხებზე, რაც ჟურნალისტებმა წამოჭრეს, ოღონდ რეკლამის შემდეგ, ბატონ ზაზა, რამდენიმე წუთში ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლო გამჭვირვალობაზე. პირველ ბლოკში გამოითქვა ძალიან ბევრი პრეტენზია გამჭვირვალობასთან, სასამართლო პროცესების გაშუქებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ჟურნალისტების მხრიდან და ბატონ ზაზა, შეგიძლიათ უპასუხოთ, მე ვხედავდი, ინიშნავდით თქვენ. კი, ჩავინიშნე რამდენიმე საკითხი, ისევ და ისევ ჩემის ხედვით გამჭვირვალობა პირდაპირ უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ დღეის მდგომარეობით ვიდეო კამერები პირდაპირ ავტომატურად არ არიან დაშვებული სასამართლო სხდომის დარბაზში. მაგრამ დავსვათ შეკითხვა. კონკრეტული სხდომის, კონკრეტული ფრაგმენტის აღბეჭდით და საზოგადოებისთვის ამ კადრის მიწოდებით. საზოგადოება მიიღებს სრულყოფილ ინფორმაციას, რა ხდება სასამართლოში. რეფორმა რა სტადიაზეა? როგორი წინსვლა, რა პრობლემებია, რა პროგრესია, რა თქმა უნდა არა. მაგრამ კონკრეტულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კონკრეტულ სასამართლო მეტ ინფორმაციას ვიდრე კამერის გარეშე ვერ მიიღებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ წეღანაც აღვნიშნეთ, როდესაც კეთდება სიუჟეტი, რომელიც შეზღუდულია ძალიან მოკლე დროით და როდესაც კეთდება ფრაგმენტულად ამის გაშუქება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, და არ ხდება გაშუქება პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე პლუს სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ანუ თუ ჟურნალისტები ამბობენ, რომ თქვათ სასამართლო შეიძლება არ ედონ ამ შემთხვევაში, თქვენ ამბობთ პირიქით, რომ შეიძლება ჟურნალისტებს არ ედოს სასამართლო. მე არ ვამბობ, მე არ უსვამ ხას და არ ვამბობ იმას, რომ წესრიგის დარღვევა ჟურნალისტების მხრიდან ხდებოდა და ამიტომ დაიკეტა სასამართლო ბრჭყალებში, ასე ვთქვათ, ვიდეო კამერებისთვის. ამას არ ვამბობ, ისევ როგორც მე არ ვსაუბრობ ჟურნალისტების პროფესიონალიზმზე, ან არაპროფესიონალიზმზე. მე ვსაუბრობ ფაქტზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობის დროს კამერების დაშვება არ ნიშნავს გამჭვირვალობას. სასამართლოს სხდომის გამჭვირვალობა და ზოგადად სასამართლო გამჭვირვალობა ნიშნავს რამდენად დაცულია საჯაროობის პრინციპი. საჯაროობის პრინციპი სრულყოფილად არის დაცული. ყველა ადამიანს დაინტერესებულს აქვს უფლება მოვიდეს სასამართლო სხდომის დარბაზში, დაესწროს, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია, მაგრამ ვახო, მოდით სხვა რაღაცას მივაქციოთ ყურადღება. ავიღოთ მაგალითად სიცხლის სამართლის საქმე. კონკრეტულ საქმეში, კონკრეტული მოწმე, როდესაც გამოდის და საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ მონაცემებს იძლევა. და თქვათ მეორე დღეს ამ საქმეზე უნდა დაიკითხოს მეორე მოწმე, რომელიც კანონის მიხედვით ვალდებულია, რომ არ ფლობდეს ინფორმაციას წინასწარ იმის შესახებ, თუ რა მოხდა სხდომის დარბაზში და ფაქტობრივი ინფორმაცია მიაწოდა სხვა მოწმემ. და ამ დროს მოწმე ზის სახლში და ძალიან დიდი ბედნიერი წარმატებული სახით უყურებს იმას, თუ როგორი ტიპის მტკიცებულებები იქნა გამოკვლეული. მაგრამ ბატონ ზაზა, თუ რადიოში მოისმინა ამ მოწმემ ამ შემთხვევაში რადიოში რა მოისმინა? ჟურნალისტის მიერ სხდომაზე მოსმენილი ინფორმაცია, ჩვენების და ეს შემდეგ ჟურნალისტმა რადიოში მოყვა. ეს არის ჟურნალისტის სიუჟეტი, ეს არის ჟურნალისტის ინტერპრეტაცია, ეს არის ჟურნალისტის შეფასება. გასაგებია, მაგრამ ჟურნალისტმა უნდა გადმოგვცეს სხდომიდან სიმართლე, ხომ? და მან შინაარსი თუ მოყვა ჩვენების და მეორე მოწმე მოისმინა ეს შინაარსი რადიოში, კი ბატონო. ამ შემთხვევაში იგივე რაღაც არ გამოდის? არ გამოდის, იმიტომ რომ წყარო
პირდაპირ წყარო, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არის საბოლოო ჯამში მაინც ჟურნალისტის მომზადებული რეპორტაჟი. ინფორმაციის მიწოდებაზე და კადრების აღებას არავინ არ უშლის, ხალხს მას შეუძლია და ძალიან დიდი წარმატებითაც ახდენენ მხარეების ჩაწერას სხდომის დაწყების და სხდომის მიმდინარეობის შემდგომ. დაინტერესების შემთხვევაში ძალიან დიდი წარმატებით შეუძლიათ იგივე მოწმეს გაესაუბნოს სხდომის დამთავრების შემდგომ. ანუ ინფორმაციულობა მათთვის მისაღებია. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ კადრები აიღონ პროცესის მიმდინარეობისას. მე დავასრულებ. მესმის თუ ძალიან მოკლედ ბატონო მოგცემ სიტყვას ოღონდ ბატონ დავით შემდეგ. დავასრულებ. ბატონო დაასრულებ და შემდეგ ბატონო დავით. რომ ეს ყველაფერი შედეგზე პოებს ასახვას და ეს ყველაფერი ასე ვთქვათ უკავშირდება იმას, რომ არ არის მხოლოდ სხდომის დარბაზში ვიდეოკამერების არსებობის ფაქტი განმაპირობებელი იმისა, გამჭვირვალე არის თუ არა სასამართლო. ყველა გადაწყვეტილება საჯაროდ ცხადდება. უზენაეს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება მაქსიმუმ ერთ თვეში გადაწყვეტილების მიღებიდან იდება ვებგვერდზე. ხელმისაწვდომია ყველასათვის. უზენაესმა სასამართლომ დაიწყო არქივის პროგრამა ამ მოქმედა, როდესაც უკვე ფაქტობრივად ყველა წინა გადაწყვეტილება ცნობილ საქმეებზე პირველ ინსტანციით მიღებული იდება და ნაწილი უკვე დადებული ამ ვებგვერდზე. ასეთივე პროგრამა მზადდება ქვედა ინსტანციის სასამართლოებისთვის, რომ პირველი და აპელაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყველა ავტომატურად მიღებისთანავე დაიდოს ვებგვერდზე. ანუ ხელმისაწვდომობა საზოგადოებისათვის და ღიაობა დაცულია იმით, რომ მინიმუმ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ეს ინფორმაცია მიწოდებულია. როდესაც აქ იყოს საუბარი სოციალურ რეკლამაზე, არაფერი არ დაგვიხარჯავს ბატონ ლაშა, სოციალური რეკლამის გაშვება უფასოა. ამ ტელევიზიაში და სხვა ტელევიზიაში ჩვენ ერთი თეთრი არ დაგვიხარჯავს სოციალური რეკლამის ასე ვთქვათ გაშვებაზე. ბატონო სპონსორი ყოფილა უზენაეს სასამართლოსთან არსებული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტები. არა, შეიძლება უფასოა, მაგრამ ხო აკეთებთ, ანუ თქვენ გარკვეულწილად აგიტაციას ახდენთ, ხო? ფულს იხდით თუ არა ამაზე ხო არ არის? რეკლამას ვაკეთებთ, ხო? ხო, ესე იგი გსურთ რომ მილიონები დახარჯა სასამართლოს, არ დაუხარჯავს სასამართლოს და თუ ვინმე ამის დახმარებაში გვეხმარებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც გვეხმარებიან, გვიფინანსებენ ამის მომზადებას. CNN-ზე როდესაც იყო საუბარი და ჯექსონის საქმეზე როდესაც იყო საუბარი, ხომ? ჯექსონის საქმე არის მილიონში ერთი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო იხილავს ყოველწლიურად. მაგრამ რატო არ ახდენს CNN-ი და რატო არ ხდება ტელევიზიით გაშუქება დანარჩენი საქმეების? ასეთ საქმეებს, როდესაც ჩვენ თვლით, რომ ასეთივე მნიშვნელოვანი საზოგადოებისათვის, ჩვენ უფრო მეტს ვაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას. გასაგებია, ჩვენ თქვით, რომ ბატონო მოდით ადვოკატს მოусმინოთ, ბატონ დავით. მოგცემთ ბატონ ლაშა სიტყვას, ბატონ დავით. საინტერესო დისკუსიის მომსწრე ვართ. ეხლა ეს დისკუსია ბუნებრივია საქართველოში არ დაწყებულა და ვერც თავისთავად რეცეპტს ვერც ჩვენ ვერ გამოვწერთ ამასთან დაკავშირებით. ეს დისკუსია მიმდინარეობს ძალიან განვითარებულ სასამართლო მართლმსაჯულების იურისდიქციებში, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც აღნიშნეს, მართალია სხვადასხვა შტატების მიხედვით სხვადასხვანაირი პრაქტიკა არსებობს საჯაროებასთან დაკავშირებით. მე პირადად როგორც ადვოკატი რა თქმა უნდა მივესალმები მაქსიმალურ ღიაობას სასამართლო პროცესზე. თუმცა ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს თავად მართლმსაჯულების ინტერესს. ეხლა როცა ჩვენ 2007 წელზე ვსაუბრობთ და სასამართლოს სხდომის დარბაზში ბოდიში ფოტო ვიდეო გადაღების აკრძალვაზე, მაშინ კარგად უნდა გავიხსენოთ რა მდგომარეობა არსებობდა სასამართლო დარბაზებში. და სხვათა შორის ჟურნალისტებს სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ყველაზე ნაკლები წვლილი ჰქონდა აი იმ პერიოდის პრობლემატიკაში. უფრო მეტად თუ გავიხსენებთ დარბაზი სავსე იყო პოლიტიკოსებით, მე ახლა სპეციალურად არ გამოვყო პოლიტიკოსებს ფლანგების მიხედვით. ყველა პოლიტიკოსი ასე ვთქვათ, რომლებიც ისინი მოქალაქეები არიან ბატონო. ბუნებრივია მოქალაქეები არიან, მაგრამ გავასრულებ ასეთ თქმამიდა. კამერების არსებობა სასამართლოში, კამერების არსებობას თავისთავად არ ქმნიდა ასე ვთქვათ უწესრიგობას, მაგრამ კამერების პირობებში სხვადასხვა დაინტერესებული პირები და მათ შორის კარგად მახსენდება პოლიტიკოსები აკეთებდნენ ბარკულ პოლიტიკურ შოუს და ცხოვრებაში ძალიან მშვიდი გაწონასწორებელი ადამიანები რატომღაც კამერის წინაშე ხდებოდნენ აგრესიულები, წამოძახილები დარბაზიდან, ასე ვთქვათ, ხელის შეშლა ადვოკატებზე შეურაცხყოფა. როდესაც კამერა არ არის ბატონ დავით სხდომაზე მსგავსი თემები ძალიან მინიმალურია, ვახო ბატონო, ასეთი რამე, როდესაც კამერა არ არსებობს, დამერწმუნეთ. ეს ალბათ ჟურნალისტების ბრალი კი არ არის, ეს გარკვეული საზოგადოების მომზადებულობის ბრალი იყო იმ პერიოდში. მე არ ვამბობ, რომ 2007 წელს არსებული ამ მდგომარეობის გამო მთლიანად სასამართლოების
ხდომების დახურვა სწორი გადაწყვეტილება თუ იყო თუ არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ისე რომ არ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო რაც არსებობდა, ეს არის ფაქტი. შესაბამისად, ჩემი აზრით, დღეს გარკვეულწილად სასამართლოს დარბაზებში წესრიგმა, მოწესრიგებულობამ, იგივე მათ დამსწრეთა მოწესრიგებულობამ, მანდატურის ინსტიტუტის განვითარებამ შექმნა ის წინაპირობა, რომ უკვე წესრიგის კუთხით უფრო მაღალ სტანდარტზე ვართ ასული, შესაბამისად შესაძლებელია ჩემი პირადი აზრია, რომ საჯაროობის კუთხით, ანუ გაშუგების კუთხით უფრო მაღალი სტანდარტი შემოვიდა. გასაგებია, ქალბატონ ლინა, ერთი მხრივ არის ჩვენი ჟურნალისტების სურვილი, რომ შევიდეთ კამერით სასამართლოს ხდომის დარბაზში, მეორე მხრივ არის სასამართლოს პოზიცია, რომ მას ეს არ უნდა, ასე ვთქვათ, ხო? კანონით არის აკრძალული, კი ბატონო, ასე ვთქვათ. რამე შუალედური რა შეიძლება მოიძებნოს ამ შემთხვევაში, თუ გიმუშავიათ ამ მიმართულებით ახალგაზრდა იურისტებს? ასე ვთქვათ, არ იყოს პოლარიზებული პოზიციები, არამედ რაღაც კონსენსუსამდე მივიდეს ორივე მხარე. კი ბატონო, ჩვენ მოვამზადეთ რეკომენდაციები, რომელიც ზუსტად გამოკვეთს იმ პრობლემებს, რაც არის კანონმდებლობაში და ასევე ჩვენ ვფიქრობთ იმ გზებზე, როგორ უნდა იქნეს ეს გადაჭრილი. სრულად ვეთანხმები მოსადებას, რომ 2007 წლამდე, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო სამუშაოს კუთხით სასამართლოში და შეიძლება და საფრთხე ექნებოდა რეალურად მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებს, თუმცა 2007 წლის ცვლილებები იყო ძალიან რადიკალური და სრულიად შეზღუდდა სასამართლოს გამჭვირვალობა, შეიძლება ითქვას. დღეს ჩვენ რაზეც ვაკეთებთ ფოკუსირებას, ეს არის გარკვეულწილად ბალანსის აღდგენა აი ამ ორ რადიკალურ მოსაზრებას და მიდგომას შორის, რომელიც არსებობდა 2007 წლამდე და მის შემდეგ. ან ჩვენ არ ვფიქრობთ იმას, რომ ჟურნალისტები ავტომატურად 10 კამერა, 10 ჟურნალისტი უნდა შედიოდეს სასამართლო პროცესზე. ძალიან მარტივი არის ჩვენი პოზიცია. იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტი დააყენებს ასეთ მოთხოვნას, სასამართლო უნდა იყოს ვალდებული ჩაიწეროს, როდესაც პროცესი არის ღია. და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს ტექნიკური შესაძლებლობა არ აქვს, რომ ეს გააკეთოს, ამ შემთხვევაში უნდა შეუშვას თუნდაც ერთი კამერა, რომელსაც შემდეგ ექნება ვალდებულება, რომ ეს ინფორმაცია მიიქცეს სხვა ჟურნალისტებს. ან ესეთი მოდელი, თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქვეყნეობა არის ჩვენი პრინციპი, თუ გამჭვირვალობა არის ღირებულება, ესეთი მოდელი არაფერს არ უქმნის საფრთხეს იმ პირობებში, როცა ღია არის სასამართლო პროცესი, ჟურნალისტს შეუძლია შევიდეს, დაესწროს, მაგრამ მას არ აქვს საშუალება, რომ ჩაიწეროს და ვიზუალიზაცია მოახდინოს იმისა, რაც ხდება სასამართლოში. ანუ მოდელი ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს სრულიად დაბალანსებული, უბრალოდ მოქმედი კანონმდებლობით სასამართლო არის ერთადერთი სუბიექტი, ვისაც აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება, ჩაიწერს თუ არა. და არანაირი განცხადება ჟურნალისტის, რომ შევიდეს სასამართლო არც კი განიხილავს უბრალოდ მას. და იმ შემთხვევაში, როცა არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, ან როგორ უნდა გაიგოს სასამართლო, რომ ასეთი ინტერესი არსებობს და ალბათ 2007 წლის შემდეგ არაერთი საქმე ყოფილა, როცა არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მაგრამ თქვენ მე ვერ მანახებთ ვერცეთ კადრს, რომელიც სასამართლომ გაავრცელა ესე პირდაპირ. ჩვენ გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია და შეიძლება ითქვას, რომ არ ხდება არანაირად ჩაწერა სასამართლოში აი ამ პროცესების. მე უბრალოდ დავუმატებდი აქ, რომ როგორც თავიდან დავიწყე, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი. მაგრამ საზოგადოებას ამავე დროს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმაზე, რა ხდება იმ რეფორმებზე, რომლებიც ხდება. და როდესაც უყურებთ გამოკვლევებს, რომელიც ჩვენ ფონდის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს, ხედავთ, რომ თუ სხვა კითხვებს, როდესაც უსმენთ საქართველოს მოსახლეობას, კითხვას უსმენთ და ჩამოყალიბებულია რაღაც პასუხები ან კი ან არა, ან რაღაცა საშუალო ის არის, როდესაც სასამართლო ხელისუფლებაზე უსმენთ კითხვას, ძალიან მაღალი არის, აი ხა უყურებდი მონაცემებს, 30 და მეტი პროცენტი არის, რომ როდესაც საქართველოს მოსახლეობა ამბობს, რომ უბრალოდ არ იცის ამ საკითხთან, არ აქვს ინფორმაცია არ აქვს. ანუ იგივე ნდობაზე თუ უნდობლობაზე. როდესაც ნდობაზე ვლაპარაკობთ სასამართლო ხელისუფლების, აქაც ძალიან დაბალი არის, მაგრამ მეორე მხრივ ზოგადად მოსახლეობაში. მეორე მხრივ სასამართლო ხელისუფლება გვეუბნება, როდესაც იგივე მოსახლეობასთან, რომელსაც უშუალოდ ქონდა კონტაქტი სასამართლოსთან, ატარებს ამ გამოკითხვას, იქ ნდობა უფრო მაღალი არის, არა? ამიტომ მე მგონი აქედან გამომდინარე, თვითონ სასამართლო ხელისუფლებას უნდა კონდეს ამის ინტერესი და მე მგონი აქვთ კიდევაც და ის რეკლამები, რომელიც იყო ნათხსენები, ამას აჩვენებს, რომ მეტად იყოს ინფორმირებული მოსახლეობა და საზოგადოება. ამისათვის აუცილებელია, რომ მოუთმინოს იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის პრეტენზიები, რომლებიც არსებობს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ის რაც მოხდა 2007 წელს, თქვათ შეიძლება გამოასწორა რაღაც საკითხები, მაგრამ უკან დაგუხია თვითონ საზოგადოებრივთვის მეტ ინფორმაციის მიწოდების. ამიტომ აუცილებელია, რომ ნაბიჯები გადაიდგას იმისათვის, რომ თქვათ შეიძლება არ იყოს და ვერ მოვლაპარაკდეთ, რომ
იყოს ვიდეო ჩანაწერი, მაგრამ აუდიო ჩანაწერზე არ უნდა იყოს პრობლემა, მე მგონი და უნდა იყოს გაწერილი მკაფიოდ თუ როგორ უნდა მოხდეს ამის გამოყენება. და ნდობა მე მგონი მეტი უნდა იყოს, თუ დავინახავთ რომ რეფორმა ხდება, ნდობა მეტი იქნება და მე მგონი ჟურნალისტების მიმართაც მეტი ნდობა უნდა იყოს, იმიტომ რომ აი ახლა აქ რა საუბარი რაც იყო, მაქსიმალურად ჩანდა რომ ჟურნალისტების მიმართ ნდობა არ არის. თუმცა ეს მე მგონი დაუმსახურებელი არის. გასაგებია, ძალიან მოკლედ და შემდეგ ერთი საკითხი მინდა წამოვჭრა კიდე. ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ ვართ ესე იგი 21 საუკუნეში და თანამედროვე ტენდენციები იქეთკენ მიდის, რომ სასამართლო არ არის ესეთი დახურული სისტემა, რომლის გაკრიტიკება არ შეიძლება. სასამართლო არის ყველა შემთხვევაში უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საზოგადოებისად. რადგანაც ბუნებრივია ხელისუფლების ერთ-ერთი შტოა და ჩვენი ყველასი, ასე ვთქვათ, გადასახადებით, ასე ვთქვათ, ფინანსდება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმური უფლება, რომ ვიცოდეთ უფრო მეტი, ვიცოდეთ მაქსიმალური რა ხდება სასამართლოში. ამ კუთხით მარტო კამერების დარბაზში შესვლა არ შესვლას ნუ დავიყვათ ამ საკითხს. აგერ ჩვენმა მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. არის გადაწყვეტილებები უზენაესის მაგალითად, რომლებიც და ზოგადად ყველა გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეებზე დაიცემა დაშტრიხული სახით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საპროცესო გარიგებები, რომელიც მინდოდა წამომეჭრა. ინფორმაცია ვახო, როდესაც გვაქვს შემთხვევა, როდესაც მარტივად გეტყვით, ბალის გადაუხდელობის გამო საქართველოში არსებობს მოვალეთა რეესტრი, რომელიც საჯაროა და ნებისმიერმა ადამიანმა 10 ლარი რომ არ გადაიხადოს ბანკის ვალი მოხვდება რეესტრში შესაბამისი პირობები და ეს არის ყველასთვის საჯარო, მაშინ როცა დამნაშავე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული და საზოგადოებას აქვს იმის ლეგიტიმური უფლება, რომ იცოდეს და ვინაა დამნაშავე და რაში მიუძღვა დანაშაული, მას შესახებ გადაწყვეტილება დაშტრიხულია. ანუ განსაჯელი მსჯავრდებული არის დაშტრიხული. რაღაც აბსურდული ასე თქვა სიტუაცია. გასაგებია, ანუ გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობაზე და კარგი, ნინო, შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენელი და შემდეგ თქვენ მოგცემთ პასუხს საცემის საქმეში. ორ საკითხს მინდა ვუპასუხო. ერთი ბატონ ადვოკატს მინდა ვუპასუხო, როდესაც ის ბრძანებს, რომ მეო კარგად მახსოვს პოლიტიკოსები ცუდად იქცეოდნენ, იქ წამოძახილებს ქონდა ადგილი და ზუსტად მართლაც მე ჩართული ვიყავი იმ პროცესში, მართლაც ეგ გახდა მიზეზი იმისა, რომ აკრძალეს ვიდეო და ფოტო გადაღება სასამართლო დარბაზში. მაგრამ სად ხდებოდა ეს? მოდი ვიკითხოთ. ეს ხდებოდა გირგვლიანის საქმეზე, ეს ხდებოდა ბუტარო ბაქიძის სისხლის სამართლის საქმის სასამართლო გამოძიებაზე, ეს ხდებოდა ბათიაშვილის სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე. ეს ის სისხლის სამართლის საქმეებია, რომელზეც მართლაც არსებობდა უდიდესი საზოგადოებრივი ინტერესი და სწორედაც იმსახურებდა ეს სისხლის სამართლის საქმეები, რომ ყოფილიყო პირდაპირ ეთერში და ამ მოსამართლეს ბოდიშით ამ პოლიტიკოსებს აღარ დაჭირდებოდათ იქ წამოძახილები და ცუდი მოქცევები. დანარჩენი საქმიდან შეუძლია ვინმეს დამისახელოს ისეთ სასამართლო პროცესზე, რომელიც საზოგადოების ძალიან განსაკუთრებული ინტერესი არ იყოს, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსები და მათი წამოძახილები და მათი უწესო ქცევები. ვერ დაასახელებია. არც მიდიოდნენ ინო პოლიტიკოსები. არც მიდიოდნენ, მაგრამ მივდიოდით ჩვენ. მე პირადად მივდიოდი და მაქვს კიდეც გაკეთებული. ძალიან ბევრი პროცესი მახსოვს, თქო, კამერების თანდასწრებით ძალიან მშვიდად ჩაუვლია ამ პროცესებში. აი ეგ არის საქმე ზუსტად და კიდევ ერთ რაღაცას უპასუხებ. ბატონი ზაზა ბძანებს, რომ ბოლოს და ბოლოსო გამჭვირვალობა უკავშირდება ვიდეო კამერების აკრძალვასო. არ უკავშირდება ვიდეო კამერების აკრძალვას. თვითონ სასამართლო ჯერ ერთი უკავშირდება აუდიოსაც, რომელიც დაშვებულია. და მე როგორც ჟურნალისტსაც არ მომცეს უფლება, რომ დაშვებული სასამართლო პროცესი ჩამეწერა და ასევე ვიყავი მხარეც, იმიტომ რომ ვუჩივლე სასამართლოს რაღაც არაერთხელ 6 სასამართლო საქმე მაქვს ამ წუთში ადმინისტრაციული თვითონ სტუდია მონიტორს და როგორც მხარე დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ ჩაგვეწერა ჩვენი პროცესი, სადაც ჩვენ ვიყავით მხარე და სადაც ისედაც უნდა იწერდეს სასამართლო. ყოველ შემთხვევაში ბატონი კოტე კუბლაშვილი დაგვპირდა, რომ ყველა პროცესი ჩაიწერებოდა და მხარეებს გადაეცემოდა. და ჩვენი არ იწერებოდა და მოვითხოვეთ და რა თქმა უნდა მივიღეთ უარი. და კიდე ერთს დავამატებ. აი ეს ძალიან მოკლედ, აი მე წამოვიღე სასამართლო როგორც ადმინისტრაციული ორგანო. ანუ სასამართლოსგან როდესაც ჩვენ ვითხოვთ რაღაცა ინფორმაციებს, ხო? თუ შეიძლება მოგვაწოდეთ მაგალითად რამდენი პროცენტი სატელეფონო მოსმენების რამდენი პროცენტი დააკმაყოფილა სასამართლომ, რომელიც შემოდის პროკურატურიდან. აი, მსგავსი ტიპის ინფორმაციებს რომ მოვითხოვ, ვერ ვიღებთ, აი ბათუმიდან, აი მცხეთიდან მიღებული პასუხები, ჩემი მეგობრების არის, პირადად ჩემი არც არის შევაგროვე ერთი და იგივე. როგორ ჩაბლონი ადმინისტრაციული მიმართულებით. კი, ისინი იძლევიან პასუხებს, რომ იცი და თქვენი
თქვენ რომ პასუხი გაგცეთ, ეს მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს და ჩვენ ვართ დაკავებული, ასე ვთქვათ, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის უარი. კანონით დააკისრებულ მოვალეობას ვასრულებთ. თითქოს გაცემის საშუალებაც მისცეთ თქვენს ბატონ ლაშას და შემდეგ პირველ რიგში მე მინდა თქვა რომ მარტო როცა სასამართლოს გამჭირვალეობაზე საუბრობდი არ მიმაჩნია რომ ეს არის რაღაც რადიკალური პოზიცია, როდესაც ვითხოვთ კამერების შეშვება, შიგნით ეს ძალიან ბუნებრივი პოზიცია მგონია და 21 საუკუნეში ძალიან ადვილი უნდა იყოს სასამართლოსთვის მან ღიად უთხრას საზოგადოებას თუ რა ხდება დარბაზებში. აქ არა ლაპარაკი მარტო პატარა 40 წამიან სიუჟეტზე, აქ საუბარია პირდაპირ ეთერებზე, განხილვებზე და ათასნაირ ფორმატებზე, მაგრამ მარტო ამაზე ბუნებრივი არ არის საუბარი. უამრავი პრობლემა არსებობს სასამართლოსთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ ესე იგი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით მესამე თავის მიხედვით ვითხოვდით ინფორმაციას, მათ შორის ჩვენი გაზეთიდან გამომდინარე რეზონანს გულისხმობ, როდესაც ან პასუხებს არ ვიღებთ, ან ვიღებთ არასწორ პასუხებს, როცა ერთს ვითხოვთ და გვაძლევენ მეორეს, ან როდესაც გვიანდება პასუხები, ან საერთოდ არის ისეთი პასუხები, რომ ჯობია ამაზე ასე ვთქვათ, არ ვილაპარაკოთ, იმიტომ უხერხულიც კი არის ზოგიერთ შემთხვევაში. ამისი წინა შეხვედრაზე დავპირდი ბატონებს და მე შემიძლია ამაზე დეტალურად ვილაპარაკო, რა თქმა უნდა, არა ამ ფორმატში, არამედ სხვა ფორმატებში უამრავი არის მსგავსი პრობლემები ჟურნალისტებისთვის, როცა ისინი ითხოვენ, ასე ვთქვათ, ლეგიტიმურად ითხოვენ თავიანთი უფლებების განხორციელებას და სასამართლო ძალიან უცნაურად იქცევა. გარდა ამისა, ეს არქივებზეა საუბარი და აქაც ძალიან სერიოზული თემა არის, რა იქნება ეს არქივი, რა პრინციპით კეთდება არქივი, რა იქნება იმ არქივებში ღია, რა არ იქნება ღია, რამდენ ხანში დაივდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს თემა არ უნდა გავიგოთ თითქოს და მარტო ეხლა ჩვენ ვართ მედიის წარმომადგენლები პრეტენზიებს ვაკენებთ იმის გამო რომ თითქოს კამერები არ შედის სასამართლო დარბაზებში. უამრავი სხვა ტიპის პრობლემებია სასამართლოში, რაც არის დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან და გამჭირვალეობასთან და თავიანთი მოვალეობების შესრულებასთან. სახალხო დამცველის წარმომადგენელს მინდა მივცე საშუალება, ოღონდ ვიდეო კამერებზე აღარ ისაუბროთ. ინფორმაციის გამოთხოვა, გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა, საპროცესო გარიგებები. აი ამ კუთხით რა ვითარება გვაქვს და შემდეგ უნდა მივცეთ საშუალება რომ მეორე მხარეს გიპასუხოთ. მართლაც თავიდან როცა დავიწყე საუბარი ორ ნაწილად გავყავი, ეხლა გადავალ ადმინისტრების ფუნქციის განხორციელების დროს, ამდენად არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია სასამართლო ხელისუფლებისგან. ამ კუთხით არაერთი განცხადება ყოფილა სახალხო დამცველის აპარატში შემოტანილი, რომელიც შეეხებოდა საკითხებს, როდესაც მოქალაქეები სასამართლოდან ითხოვდნენ ამა თუ იმ ინფორმაციას, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებებს, მათ შორის ჟურნალისტები და სასამართლო ვარს ეუბნებოდა მათ აღნიშნული დოკუმენტაციის მიწოდებაზე, ან და ზოგადად სტატისტიკური მონაცემების ან კონკრეტული პირების ბრალდების საქმეებთან დაკავშირებით. რაც იყო შემთხვევა, როდესაც სასამართლომ ვარი განაცხადა პირისათვის ეცნობებინათ, იყო თუ არა რომელიმე კონკრეტული პიროვნება ნასამართლელი, ან იყო თუ არა მის მიმართ გამომტყუნებელი განაჩენი გამოტანილი სასამართლოს მხრიდან. აქ რა თქმა უნდა ზღვარის გავლება საკმაოდ ძნელია და ბატონმა დავითმაც აღნიშნა წეხან, როდესაც პირი ერთის მხრივ სახელმწიფოს აქვს სრული შესაძლებლობა ესე ვთქვათ და ამას აკეთებს და ახორციელებს კიდეც რომ პირთა არაერთი მონაცემი არის გაღიარებული და განსაჯაროებული ქვეყანაში და ცალკე საკითხი რამდენად სწორია ეს, ამავდროულად მეორე მხრივ პირის შესახებ აქვს თუ არა მოქალაქის ლეგიტიმური უფლება იცოდეს დაისაჯა თუ არა კონკრეტული პირი დანაშაულისათვის, მიესაჯა თუ არა სასამართლოს მხრიდან მას კონკრეტული საჭიელი, ან ზოგადად იქნა თუ არა მჟავდებულად ცნობილი. ესეთ საკითხებთან დაკავშირებით მე მახსოვს რამოდენიმე განცხადება სახალხო დამცველის აპარატში, როდესაც სასამართლომ არ გაცა ინფორმაცია და დაინტერესებულ პირს არ აცნობა კონკრეტული პირები იყვნენ თუ არა მიცემული, ეს ვთქვათ, იყვნენ თუ არა ცნობილი სასამართლოსთან ან ადმინისტრაციულ სამართალთან დამკვირვებად, ან მჟავდებულებად. მეორე საკითხი ეს არის ის პრობლემები, რომლებიც თავად სახალხო დამცველის აპარატსაც გვექნებოდა სასამართლოსთან ურთიერთობაში, ბოლო პერიოდში ეს პრობლემები შედარებით გამოსწორდა. ეს იყო ინფორმაციის მოწოდება, რაც აუცილებელი იყო სახალხო დამცველის აპარატისათვის საქმეების შესასწავლად. იყო გარკვეული ეტაპი, როდესაც ინფორმაციების მიღებაზე სასამართლოები ვარს გვეუბნებოდნენ, სწორედ იმიტომ, რომ თქვენ კანონით გაქვთ უფლება მხოლოდ გაეცნოთ საქმის მასალებს და არ აქვთ ასლების გადაღების უფლება, რაც აბსოლუტურად, ვთქვათ, არ იყო მართებული განმარტება და სწორი განმარტება იმ კანონის ჩანაწერის, რომელიც იყო სახალხო დამცველის სახელმწიფო კანონში. და კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა მოკლედ თუ შეიძლება. კი ბატონო, ეს არის
საკითხი სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული ხარჯების გაწევის საკითხი, ანუ არის თუ არა ეს ინფორმაცია სულად ხელმისაწვდომი, მათ შორის ხელფასები და პრემიები, რომლებიც გაიცემა პირების კონკრეტული მოსამართლეების მხრიდან, ასევე ინფორმაცია მოსამართლეთა გადაადგილების შესახებ სასამართლოდან სასამართლოებში, როგორც ვიცი, ამ კუთხითაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ჰქონდა პრობლემა სასამართლოდან ინფორმაციის მიღებაზე, რაც ასევე ვთვლი, რომ არ არის მართებული ეს ინფორმაცია უნდა იყოს. გასაგებია, არც ისე ბევრი დრო დაგვრჩა, მაგრამ მთლიანად თქვენ გაკარგულება შემოეთ თქვენგან დავიწყოთ ბატონ ზაზა. კი ბატონო, დიდი მადლობა. მოკლედ შევეცდები პასუხების გაცემას პირველ რიგში აქ აღინიშნა, თემაც აღნიშნა, რომ ესე თქვა, ჩვენ მზად ვარ და აქტიურად ვებულობთ დიალოგში მონაწილეობას. აქ აღინიშნა, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ყველაფერი არ არის კარგად, ასე ვთქვათ, ეს ჩვეულებრივი ამბავია რეფორმის თამდევი ამბავია და ბუნებრივია ჩვენ მუშაობთ ნაბიჯ რომ გამოსწორდეს. მაგრამ აქ ასე ვთქვათ, არის მუშაობა იმაზე პოზიციების დაახლოებაზე. შეიძლება მივახციოთ კონსენსუსს, შეიძლება ვერ მივახციოთ კონსენსუსს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იმითაც არის კარგი, რომ გარკვეულწილად შეიძლება გადავაფასოთ თითოეულმა მხარემ ჩვენი პოზიცია და შევჯერდეთ რაღაც მიახლოებულ ჭეშმარიტებასთან. რაც შეეხება თვითონ კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც ახლა მოვინიშნე, კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ ვიტყვი რა. მე კონკრეტულ ადამიანების სახელ და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ 2007 წლის 11 აგვისტოს მერე. მას მერე რაც კამერები არ შესულა სხდომის დარბაზში. სხდომის დარბაზს არ გაკარებიან ფაქტობრივად ის ადამიანები, რომლებიც დადიოდნენ. გულისხმობს პოლიტიკოსებს. ხო, არა მარტო. ძირითადად მათ. კითხვა მაქვს ასე, თუ საზოგადოებრივი ინტერესი იყო იმ კატეგორიის საქმეებზე და პოლიტიკოსები, როგორც მე ჟურნალისტებს არ გულისხმობ, პოლიტიკოსები როგორც საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველი ადამიანები 2007 წლის 11 აგვისტომდე ატარებდნენ ამ ვალდებულებას. სად გაქრა ეს 2007 წლის 11 აგვისტოს მერე? ასევე ვახო ჩვენ მქონდა შეხვედრები თქვენს კოლეგებთან, ასე ვთქვათ, როდესაც საუბარი იყო ამ პროექტის შეცვლაზე, ყველაზე რეალურად, ასე ვთქვათ, მეგობრულად, მათი პოზიცია იყო ესეთი, რომ თავარი იყო, რომ სხვა ტელევიზიებს არ ქონოდათ კადრები. ეს იყო მთავარი პრობლემა, კონკრეტული, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ვიდეო ჟურნალისტებისთვის, რომ თავარი არის, რომ ჩემს კონკურენტ ტელევიზიას არ ქონდეს კადრი. იმიტომ რომ მისთვის ასე ვთქვათ გადამწყვეტი მნიშვნელობის არ იყო ის რომ ყოველდღიურად სასამართლოში უწევდა მოსვლა და თქვენი პოზიცია ვინ გითხრათ, მაგრამ მე როგორც ჟურნალისტმა შემიძლია თქვა რომ თავარი არის საზოგადოების ინტერესი, ხო, როცა სასამართლო ეს არ ვიცი ვის რომელი კონკრეტულია. კი ბატონო, ოდიში არ გვაინტერესებს პოლიტიკოსი დადის თუ არა პროცესზე, ეს კი ბატონო, მაგრამ როდესაც არც ის არის საზოგადოებრივი ინტერესი, როდესაც ერთი ადამიანი თუ გინ ჟურნალისტი ჩათვლის, რომ მისთვის საინტერესო საქმე არის, ასე ვთქვათ, აუცილებლად საზოგადოებისთვის საინტერესო. ასე რომ შეფასება შკალა იმისა, რომელია საზოგადოებისთვის საინტერესო საქმე, ამის შეფასებას ვერ მოახდენს ერთი კონკრეტული სუბიექტური ადამიანი. ყველა ადამიანი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს, არის სუბიექტური. ბუნებრივად, იმიტომ რომ ის თავის საქმეს აკეთებს და მის საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არის სუბიექტური. ეს ჩვეულებრივი ჭეშმარიტება, ამაზე ალბათ არ უნდა ვიდეოთ. ასევე, რაც შეეხება დაშტრიხვაზე იყო საუბარი, საუბარი იყო სტატისტიკაზე ხა. კარგია, როდესაც თქვათ ვიღაცა საინტერესებს, თქვათ სხვა ადამიანი არის ნასამართლები თუ არა, მაგრამ ამის უკან არის იმ ადამიანის კონსტიტუციური უფლება, რომ მისი უფლებები იყოს დაცული. ამის უკან არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ამის უკან არის საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც გეუბნება, რომ საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია უნდა იყოს დაცული ბოლომდე თუ ამ პირის, ანუ დაინტერესებული პირის თანხმობა არ იქნება. და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ჩვენ პროცესში მონაწილე მხარეების, მჟავრდებულის, მოწმეების, დაზარალებულის თანხმობის გარეშე მივცეთ ეს ინფორმაცია დაუშტრიხავის სახით. მერე ადგება ის მოქალაქე, რომელიც მოწმე იყო, რომელიც დაზარალებული იყო, რომელიც მჟავრდებული იყო და აქეთ შეიტანს საჩივარს სასამართლოში, რომ მისი ნებართვის გარეშე მოხდა მის შესახებ ინფორმაცია. გასაგებია, მოგეთ პასუხები იქნებ გადავინაწილოთ ბატონ ლაშა და შემდეგ ბატონ. შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო ჩემი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, როდესაც საუბრობთ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ალბათ უმჯობესია ყურადღება გავამახვილოთ რა არის თვითონ საჯარო ინფორმაცია. ყველა ნებისმიერი სახის ინფორმაცია ან ნებისმიერ ადამიანს რაღაცის დადების სურვილი რომ გაუჩნდება კანონმდებლობის მიხედვით, ეს არ ითვლება საჯარო ინფორმაციად. ჩვენი კანონმდებლობა აკეთებს საჯარო ინფორმაციის დეფინიციას და საჯარო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არის დაცული, შექმნილი ან დამუშავებული თვითონ დაწესებულების მიერ.
და მხოლოდ აი ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ შექმნილი და დამუშავებული ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას აკისრებს კანონმდებლობა დაწესებულებას. რა ინფორმაციის დამუშავება ხდება მოცემულ შემთხვევაში? მოცემულ შემთხვევაში უნდა დამუშავდეს ის ინფორმაცია, რომლის დამუშავებაც კანონმდებლობიდან გამომდინარე გევალდება. გარდა ამისა, სასამართლო ამუშავებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მისი ფუნქციონალური განვითარებისა და სრულყოფისათვის არის ხელმისაწვდომი. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლოს მიერ ხდება იმ ინფორმაციის დამუშავება, რომელიც მისი გადმოსახედიდან შეიძლება საზოგადოებრივ ინტერესს მაგრამ მათ ლაპარაკია იმაზე, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ არის ხოლმე ხელმისაწვდომი. რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, აქ გაიჟღერა, რომ თითქოს მოსამართლეს დაშტრიხვა ხდება, მოსამართლე ადმინისტრაციული ორგანო სხდომის მდივნები მათი დაშტრიხული სახით გაცემა არ შეიძლება და არ შეიძლება მოსამართლე და ადმინისტრაციული ორგანო დაიშტრიხოს. საწინააღმდეგო მოსაზრება რამდენადაც მისმის, უпростоრად არგუმენტი თქვენს ნათქვამზე, ფაქტი. და შეიძლება ერთი ფაქტი იყოს, უბრალოდ მე გეუბნებით მიდგომა პირადად ჩემი და სასამართლოს წარმომადგენლების ამ საკითხთან მიმართებაში კანონმდებლობიდან გამომდინარე არის ის, რომ მოსამართლე და ადმინისტრაციული ორგანოს დაშტრიხვა არ უნდა მოხდეს. ხოლო როდესაც კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებაში გვაინტერესებს, დადგა თუ არა გამამართლებელი თუ გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოს მხრიდან ნებისმიერ ადამიანს თუ გვეტყვის, რომ ვთქვათ ამ ადამიანის მიმართ დადგა თუ არა გამამტყუნებელი განაჩენი, მასზე განაჩენი სასამართლოს მხრიდან გადაიცემა ამ პიროვნებას, უბრალოდ იქ დამნაშავე მოწმეები და ისინი იქნება დაშტრიხული. ყოველი აი ამ ორი განცხადების ერთად დადებით მისთვის ცნობილი არის კონკრეტული პიროვნების მიმართ რა განაჩენი დადგა და რა გარემოებებზე და რა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით. ხუმაგი ისედაც ათელია ეხლა. იმიტომ ეს არ გამოიყენოს სხვა მიზნებისთვის. ეს ერთი და თავარი ბოდიშით აქ მთავარი არის საკითხი, რომ სასამართლომ უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციასთან მიმართებაში დაცვა იმ ინფორმაციისა, რომელიც კანონმდებლობით არის დაცული. გასაგებია, ბატონ ვალერი და უნდა დავასრულოთ, იმიტომ რომ ასე შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს ჩვენი საუბარი. იმედია, რომ შუა გზაში არ მოხდება ჩემი სტუდიის დასრულება, ძალიან ბევრი მოსაზრება გამოითქვა ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთი რაც ძალიან პოზიტიურია, მე მინდა აღვნიშნო და ყველა ამაზე ვთანხმდებით, რომ ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიფიქროთ პრობლემის გადაჭრის გზებზე. და ის საკითხები, რომლებიც ჩვენი ოპონენტების მხრიდან იქნა დაყენებული, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან თითეული ასეთი შეხვედრა ჩვენთვის წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომ სხვა გადმოსახედიდან შევხედოთ იმ საკითხებს, რომლებზეც ჩვენ მუშაობთ ძალიან აქტიურად. ანუ, როდესაც ჩვენ დავიწყებთ კამერებით და საუბარი წავიდა თქვათ იქით, რომ კამერა არის თუ არა ერთადერთი საშუალება ინფორმაციის საჯაროობის სასამართლოში, წარმოიშვა აქ მოსაზრება, რომ ჩვენ იქნებ რაღაც შუალედური გამოსავალზე ვიფიქროთ. შუალედური გამოსავალი ნამდვილად არის აუდიო ჩაწერა, რომელზეც მე ასე ვთქვათ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონში ეს დაშვება არსებობს, ეს ისე ინტენსიურად და აქტიურად არ გამოიყენებოდა სასამართლოში და სწორედ ეს არის პრაქტიკის საკითხი და სწორედ ამ პრაქტიკის უკეთესად დარეგულირების კუთხით შემუშავებულია უკვე გარკვეული ასე ვთქვათ პროექტი ამ რეგულაციების, რომლებიც სულ მალე ალბათ უკვე ცნობილი გახდება და ამის მეშვეობით ეს პროცესი უფრო ინტენსიური გახდება. ანუ ეს არის უკვე გამოსავალი. მე ვფიქრობ, ეს არის უკვე შედეგი, თუნდაც ჩვენი შეხვედრის, თუნდაც იმ წინა შეხვედრებისა, რომლებიც ჩვენ მედია კოალიციასთან, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გავმართეთ. რაც შეეხება შემდგომ საკითხს, რომელიც არის საჯარო ინფორმაციის გაცემა, მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, საჯარო ინფორმაციის გაცემაც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. საჯარო ინფორმაციის გაცემაში პირველ რიგში წინა პლანზე მოდის სასამართლო გადაწყვეტილება, სასამართლო გადაწყვეტილების საჯაროობა და მოდი ჩვენ დაუბრუნდეთ რაღაც გარკვეულ დაახლოებით შეიძლება 1 წლის ან წელიწად ნახევრის წინანდელ პერიოდს, როდესაც არათუ დაშტრიხული სახით საერთოდ გადაწყვეტილებები საჯარო არ იყო და თქვათ აი ამის ინფორმაციის მიღება ხელმისაწვდომი არ იყო გარდა მხარეებისა. ანუ ჩვენ გადავდგით ერთი ნაბიჯი, რომელიც ნიშნავს უკვე გადაწყვეტილების დაშტრიხული სახით განთავსებაზე და ეს არ არის შეიძლება უკანასკნელი ნაბიჯი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი და თუ შევადარებთ ძველ სიტუაციას, ჩვენ უკვე რაღაც სახის გადაწყვეტილების მოპოვება შეგვიძლია. აქაც როგორც ლაშამ აღნიშნა, შეიძლება მართლა იყო გარკვეული შეცდომები, როდესაც მოსამართლე დაიშტრიხა, როდესაც ხომის დივანი დაიშტრიხა და ეს ერთგვარად უსარგებლო ინფორმაციად გადაიქცა მხარეებისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესე არ იყოს, ეს პრობლემები არ იყოს. მაქსიმალურად უნდა შევცვალოთ ჩვენ აქ ბალანსი დავიცვათ. ერთი არის რა თქმა უნდა პიროვნების კონსტიტუციური უფლება და მეორე არის საზოგადოების
ასევე კონსტიტუციური უფლება და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება, რომ ის იყოს ინფორმირებული. ამიტომ სწორედ ამ ბალანსის დაცვაზე არის საუბარი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან წარმატებით შევძლებთ ერთობლივი კომუნიკაციით ამ ბალანსის დაცვას და კიდევ ერთ დავამატებდი საჯარო ინფორმაციის გაცემასაც შეეხება. ნამდვილად არ უნდა გავიგოთ ჩვენ საჯარო ინფორმაციის გაცემა არის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ინტერესი და საჯარო ინფორმაციის გაცემა არ უნდა გამოიწვიოს სასამართლო სისტემის და სასამართლო რესურსების პარალელიზება, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება თქვა ერთვენიერ დღეს გარკვეულ საზოგადოების ჯგუფმა განიზრახოს სასამართლოს პარალელიზება და ისიც რომ ნებისმიერი სახის ინფორმაცია თუ კი ოდესმე სასამართლოს რაიმე გადაწყვეტა მიუღია, იქ რამდენი პირი მონაწილეობდა, რამდენი ქალბატონი იყო, რამდენი მამა, ასე შემდეგ, ეს ნამდვილად გამოიწვევს სასამართლო სისტემის პარალელიზებას. ამიტომაც აქაც ბალანსი უნდა დავიცვათ. ჩვენ კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადოთ, ჩვენ ვართ ღიად. ჩვენ მაქსიმალურად ვართ მოწოდებული იმისათვის, რომ სასამართლო იყოს ღია და გამჭვირვალე და თუ კი ამ სფეროში პრობლემები და შეცდომები არსებობს, ჩვენ მოწოდებული ვართ იმისთვის, რომ ეს შეცდომები გამოსწორდეს ეს პრობლემები. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ყველა სტუმარს. დღეს კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენ მაყურებელს, ვისაუბრეთ სასამართლოს გამჭვირვალობაზე. რეკლამის შემდეგ კი წარმოგიდგენთ ისტორიულ ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან, ევროკავშირის საბჭოს ისტორია, სტრუქტურა და საქმიანობა, ასევე გარემოს დაცვა ევროპაში, რა სირთულეების წინაშე იდგა ევროპა და რა გზებით ცდილობს დაბინძურების პრობლემის გადაჭრას. რამდენიმე წუთში ისტორიული ფაქტები ევროპის ისტორიიდან. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და ახლა წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. ევროკავშირის საბჭო ისევე როგორც ევროპული პარლამენტი თავდაპირველად წარმოიშვა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებაში, როგორც მინისტრთა სპეციალური საბჭო. ის შეიქმნა იმისთვის, რათა დაებალანსებინა უმაღლესი საბჭო, რომელსაც ამჟამად ევროპული კომისია ეწოდება. საბჭოს 1993 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულების შემდეგ ევროკავშირის საბჭო დაერქვა. მაგრამ დღესაც მას ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც მინისტრთა საბჭოს. საბჭოს განვითარება დაკავშირებულია ევროპის პარლამენტის ზრდასთან. ორივე მათგანი ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოა. მინისტრთა საბჭოს წარმოადგენენ თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების ლიდერები. საბჭოს ხდომებში მონაწილეობს 27 მინისტრი ყოველი წევრი სახელმწიფოდან თითო წარმომადგენელი და ისინი ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებებს. მინისტრები კოორდინირებას უწევენ ასევე წევრი სახელმწიფოების ეროვნულ პოლიტიკას იმ დარგებში, რომლებზეც მათ პასუხისმგებლობა აკისრიათ. ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლობა ყოველ 6 თვეში იცვლება წევრი ქვეყნების მთავრობებს შორის. ზოგიერთ სფეროში გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობის მხარდაჭერაა საკმარისი, მაგრამ არის საკითხები, რომელთა გადაჭრისაც ყველა წევრი ერთსულოვანი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში კი საბჭო ევროპულ პარლამენტს მიმართავს. ორივე მათგანი ევროკავშირის საკანონმდებლო და საბიუჯეტო უფლებამოსილების მქონე თანაბარ უფლებიანი ორგანოა. ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთია. დღეს ევროკავშირი ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა არეალია მთელ მსოფლიოში. მას აქვს გარემოს დაცვის უნიკალური წესები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ენერგიულად ებრძვიან ისეთ ეკოლოგიურ პრობლემას, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. მაგრამ ყოველივე ეს ყოველთვის ასე კარგად დარეგულირებული არ იყო. გარემოზე ზრუნვა არ ფიგურირებდა რომის ხელშეკრულებაში. ევროპა მწვავე ეკოლოგიური პრობლემების წინაშე იდგა. მიზეზი ავტომობილების დიდი რაოდენობა იყო. წარმოების შედეგად კი გარემოში დიდი რაოდენობით დამაბინძურებელი ნივთიერება გამოიყოფოდა და საბოლოოდ მდინარეებსა და ზღვებში ჩადიოდა. 1970-იან წლებში დაბინძურება კატასტროფულ მდგომარეობამდე მივიდა და აუცილებელი გახდა გარკვეული სტანდარტების დადგენა ჰაერისა და წყლის დაბინძურების შესაჩერებლად. ევროპის ქვეყნებმა დაიწყეს სხვადასხვა სახის კამპანიების ჩატარება და მკაცრი ზომების მიღება. შედეგად დაბინძურების დონე მნიშვნელოვნად იკლო. დღეს ყველა ქარხანა ვალდებულია საჯაროდ განაცხადოს, თუ რა სახის და ოდენობის დაბინძურებას იწვევს მათი მუშაობა. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ევროპული არჩევანი გემშვიდობებათ მომავალ 4 შაბათამდე საღამო საათ 9-მდე პირველ არხზე. ნახვამდის.